ლუციუს ანეუს სენეკა. მორალური წერილები ლუცილიუს. წერილი პირველი. ასეც მოიქეცი, ჩემო ლუცილიუს. მოიპოვე თავისუფლება თავად შენთვის. გაუფრთხილდი და დაზოგედრო, რომელიც უწინ წაგართვეს ან მოგპარეს, ან ხელიდან დაგისხლდა. დამერწმუნე, რომ სიმართლეს გწერ. დროის ნაწილს ძალით გვტაცებენ, ნაწილს შეფარვით გვპარავენ. ნაწილი ხელიდან გვეცლება, მაგრამ ყველაზე სამარცხვინო ის არის, რასაც ჩვენივე დაუდევრობით ვკარგავთ. ყურადღებით დააკვირდი, ცხოვრების უდიდესი ნაწილი იფლანგება მაშინ, როცა ფუჭად ვირჯებით, მნიშვნელოვანი ნაწილი მაშინ, როცა უმოქმედოდ ვართ და მთელი სიცოცხლე მაშინ, როცა სხვა რამეზე ვართ მოწდენილი. მიჩვენებგანა ისეთ ვინმეს, ვინც იცის დროის ყადრი, ვისთვისაც დღე ფასეულია, ვისაც ესმის, რომ იგი ყოველდღიურად კვდება? სწორედ აქ ვიტყუებთ თავს, როცა სიკვდილს მომავალში ვხედავთ, მისმა დიდმა ნაწილმა კი უკვე ჩაგვიარა. ჩვენი სიცოცხლის რამდენმა წელმაც განვლო, ყველა ხომ უკვე სიკვდილის კლანჭებშია მოქცეული. ისე მოიქეცი, ჩემო ლუცილიუს, როგორც მწერ. ხელიდან არ გაუშვა არც ერთი საათი, თუ კი დღევანდელ დღეს მოიხელთებ, ნაკლებად დამოკიდებული იქნები ხვალინდელზე. გადადება გადადებაში ცხოვრება ჩაგიქროლებს. ყველაფერი, რაც გვაქვს, ლუცილიუს, ჩვენ არ გვეკუთვნის. მხოლოდ დროა ჩვენი. ბუნებამ ფლობისთვის გვიბოძა მხოლოდ ხელიდან გამსხლტომი და ცვალებადი დრო. მაგრამ მასაც გვართმევს ის, ვისაც მოუნდება. მოკვდავთა უგუნურება ასეთია. როდესაც ისეცხებენ რაღაც უმნიშვნელოს, მდარესა და ადვილად ჩასანაცვლებელს, ვალად აღიარებენ. მაგრამ დროს თუ დაუთმობ, ამისთვის თავს მოვალედ არავინ მიიჩნევს. არადა ეს ერთადერთია, რასაც მადლიერი ადამიანიც კი ვერ აგინაზღაურებს. შეიძლება იკითხო, თავად როგორ ვიქცევი, როცა ამ მითითებებს გაძლევ? გულწრფელად ვაღიარებ. როგორც მფლანგველმა, მაგრამ დაკვირვებულმა ადამიანმა, ვიცი რამდენი დავხარჯე. ვერ ვიტყვი, რომ დანაკარგი არ მაქვს. თუმცა იმის თქმა მაინც შემიძლია, რამდენს ვკარგავ და როგორ. ჩემი ხელმოკლეობის მიზეზებსაც დავასახელებ. მეც იგივე დამემართა, რაც იმ ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც უკმარობამდე თავიანთი ბრალეულობით არ მისულან. ყველა მიბოდიშებს, მაგრამ შეწევნა არავის შეუძლია. მერე რა? ღარიბად არ მიმაჩნია ის, ვინც იმითაც კმაყოფილია, რაც შემორჩა. თუმცა ვამჯობინებ, შეინარჩუნო ის, რაც შენია და ათვლის წერტილად ხელსაყრელი დრო შეარჩიო. რადგან ჩვენი წინაპრების სიტყვებით რომ ვთქვათ, ფსკერზე ღარო დარჩება, მაშინ მომჭირნეობა გვიანია. ის, რაც ძირშია, არა მარტო ძალზე ცოტაა, არამედ ყველაზე მდარეც. იყავი კარგად. წერილი მეორე. სენეკა მიესალმება ლუცილიუს. ის, რასაც მწერ და რასაც თავად ვისმენ, შენდამი დიდი მეც მიჩანს. შენ არ დახეტიალობ და გარემოს შეცვლით სიმშვიდეს არ კარგავ. უთავბოლოდ წრიალი ხომ სნეული სულის ხვედრია. დალაგებული გონების უპირველეს ნიშანთვისებად ერთ ადგილზე დამკვიდრებისა და საკუთარ თავთან დარჩენის უნარს მივიჩნევ. ოღონდ დაუკვირდი, მრავალი ავტორისა და ნაირგვარი წიგნების კითხვამ მერყევად და ზერელედ არ გაქციოს. უნდა დასჯერდე მხოლოდ ზოგიერთ მოაზროვნეს და მათგან მიიღო სულიერი საზრდო. თუ კი გსურს, დაგრჩეს ის, რაც გონებაში საიმედოდ დაივანებს. ვინც ყველგან არის, ის არსადაა. მას, ვინც ცხოვრებას ხეტიალში ატარებს, მასპინძელი ბევრი ჰყავს, მაგრამ მეგობარი არც ერთი. ასე უეჭველად მოუვა მათაც, ვინც არც ერთ ავტორს გულმოდგინედ არ გაიაზრებს, არამედ გაკვირთ და ზერელედ კითხულობს ყველას. საკვები სასარგებლო ვერ იქნება და ორგანიზმიც ვერ შეითვისებს, თუ მას ჭამისთანავე ამოანთხევ. არაფერი აფერხებს გამოჯანმრთელებას ისე, როგორც წამლის ხშირი ცვლა.
იარაპირს ვერ შეიკრავს, თუკი მასზე სხვადასხვა სალბონს გამოცდიან. მცენარე ვერ მოძლიერდება, თუკი მას ხშირად გადარგავენ. აჩქარება ყველაზე სასარგებლოსაც კი უსარგებლოდ აქცევს. წიგნების სიმრავლე მხოლოდ დაგაბნევს. ამიტომ, როცა არ შეგიძლია წაიკითხო ყველაფერი, რაც გაქვს, დასჯერდი იმდენს, რამდენის წაკითხვასაც შეძლებ. მაგრამ შემედავები, თუკი მსურს, ხან ერთი წიგნი გადავშალო, ხან მეორე, გამიზეზებული კუჭით ადამიანი ბევრ რამეს სინჯავს, მაგრამ განსხვავებული და მრავალფეროვანი საკვები კი არ ანაყრებს, არამედ აწუხებს. ამიტომ აღიარებული ავტორები წაიკითხე და თუკი ოდესმე სხვაზე გადართვას მოისურვებ, შემდეგ ისევ მათ მიუბრუნდი. ყოველ დღე ისაგზლე რაღაც სიღარიბის, რაღაც სიკვდილის და რაღაც სხვა ძნელბედობათა წინააღმდეგ. როცა ბევრ რამეს თვალს გადაავლებ, აირჩიე ერთი, რასაც იმ დღეს აითვისებ. თავადაც ასე ვიქცევი, მრავალი წაკითხულიდან რომელიმე ერთს ვიმახსოვრებ. აი მაგალითად, დღეს ეპიკურესთან წავაწყდი. მტრის ბანაკში შესვლას არ ვთაკილობ, არა როგორც მათ მხარეს გადაპარული, არამედ როგორც მზვერავი. საპატიოა დალხენილი სიღარიბე. მართლაც, რაღა სიღარიბია, თუკი დალხენილია. ღარიბი არაა ის, ვისაც ცოტა აქვს, არამედ ის, ვისაც მეტი უნდა. განა სულ ერთი არ არის, რამდენი რამ აქვს გადანახული სკივსა თუ ბეღელში, რამდენ პირუტყს მწყემსავს და რა დანაზოგს აგროვებს, თუკი სხვის ქონებას არის დახარბებული, თუკი ითვლის არა იმას, რაც შეიძინა, არამედ იმას, რაც სურს შეიძინოს. შენ იკითხავ, როგორია სიმდიდრის საზომი? ჯერ ერთი გქონდეს ის, რაც აუცილებელია, და მეორეც გქონდეს იმდენი, რამდენიც საკმარისია. იყავი კარგად. წერილი მესამე. სენეკა მიესალმება ლუცილიუსს. მწერ რომ ჩემთვის გადმოსაცემი წერილი მეგობარს გამოატანე. შემდეგ მირჩევ, შენთან დაკავშირებით ყველაფერი არ გავუზიარო, რადგან ამის კეთება თავად არ გჩვევია. გამოდის, ერთსა და იმავე წერილში მას მეგობარსაც უწოდებ და ამას კიდეც უარყოფ. მაშ, თუკი ამ სიტყვას იყენებ ფართო გაგებით და არა საკუთრივ მისი მნიშვნელობით, მსგავსად იმისა, როცა ყოველ კანდიდატს კეთილშობილ ადამიანს ვუწოდებთ, ან როცა ბატონობით მივმართავთ ვიღაც შემხვედრს, თუკი მის სახელს ვერ ვიხსენებთ, და იყოს ასე. მაგრამ თუკი მას, ვისაც მეგობრად მიიჩნევ, ისი არენდობი როგორც საკუთარ თავს, მწარედ ცდები და სათანადო დარგეს მის ჭეშმარიტი მეგობრობის ძალა. მართლაც მეგობართან ერთად უნდა გაერკვა ყველაფერში, მაგრამ უწინარესად თავად მეგობარში. ენდე, როცა დაიმეგობრებ, განსაჯე, სანამ მეგობრად გაიხდი. ის, ვინც თეოფრასტეს რჩევა დარიგების წინააღმდეგ, ჯერ შეიყვარებს ვინმეს და შემდეგ განსჯის, იმის მაგივრად, რომ ჯერ განსაჯოს და შემდეგ შეიყვაროს, ადრე და გვიან საკეთებელს ერთმანეთში ურევს. დიდხანს იფიქრე, უნდა მიიღო მავანი მეგობრად თუ არა, მაგრამ რა კი გადაწყვეტ, მეგობარი მთელი გულით შეითვისე და ისეთ ამამად ისაუბრე მასთან, როგორც საკუთარ თავთან. იცხოვრე ისე, რომ არაფერი კონდეს დასამალავი, არც საკუთარ თავთან, არც მტერთან. თუმცა, ვინაიდან არსებობს რაღაც, რისი საიდუმლოდ შენახვაა დაწესებული, ყველა შენი საფიქრალი და საზრუნავი მეგობარს მაინც გაანდე. თუკი მას ერთგულად მიიჩნევ, ასეთად აქცევ კიდეც. ღალატის შიშით ზოგიერთი მეგობარს ღალატს ასწავლის და ეჭვიანობით თავისავე წინააღმდეგ უმსგავსობის ჩადენის საბაბს აძლევს. რატომ უნდა შევიკავო სათქმელი მეგობართან? მასთან ყოფნა რატომ არ უნდა წარმოვიდგინო საკუთარ თავთან ყოფნად? არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პირველივე შემხვედრს უყვებიან იმას, რაც შეიძლება მხოლოდ მეგობარს გაანდო და ნებისმიერ ყურს საკუთარი გულის წუხილით ამძიმებენ. სხვებს პირიქით, ეშინიათ გაენდონ ყველაზე ახლობელსაც კი
და შესაძლებელი რომ იყოს, საკუთარ თავსაც არ ენდობოდნენ და რაც შეიძლება ღრმად დაიმარხავდნენ გულში ყოველგვარ საიდუმლოს. არც ასე შეიძლება მოქცევა, არც ისე. მანკიერებაა ორივე, ენდო ყველას და არავის. თუმცა პირველს უფრო კეთილშობილურ მანკიერებას ვუწოდებდი, მეორეს უფრო უსაფრთხოს. ამრიგად, გაკეცხვას იმსახურებენ ისინი, მუდმივად რომ შფოთავენ და ისინიც მუდამ მშვიდად რომ არიან. რადგან ფაციფუცის მოყარეობა გულმოდგინება კი არ არის, არამედ აფორიაქებული სულის ბორგვაა. მეორე მხრივ, ყოველი მოძრაობა კირთებად აღიქვა, ნიშანია არა უშფოთველობის, არამედ სიზარმაცისა და სიზანტის. ეს მივიძგებს გავიხსენო ის, რასაც პომპონიუსთან წავაწყდი. ზოგიერთი ისია შეყუჟული ბუნაგში, რომ საგნებს სინათლეზეც ბინდბუნდში ხედავს. ყველაფერი თანაზომიერი უნდა იყოს. ნაჯაფმა ადამიანმა უნდა დაისვენოს. ნასვენებმა საქმე აკეთოს. ბუნებას დაეკითხე. ის გეტყვის, რომ დღეცა და ღამეც მისი შექმნილია. იყავი კარგად. წერილი მეხუთე. სენეკამ მიესალმება ლუცილიუსს. გაქებდა მიხარია, რომ გულმოდგინედ სწავლობ და რომ ყველაფერს განზესწევ, რათა მისდიო ერთ მიზანს, ყოველდღიურად უკეთესი გახდე. ასე გააგრძელე. არა მხოლოდ მოგიწოდებ, არამედ გთხოვ კიდეც. ოღონდ გაფრთხილებ. ნუ მოიქცევი იმის მსგავსად, ვისაც უნდა არა სრულყოფა, არამედ ყურადღების მიპყრობა. ისენო იზამ, რომ შენს ჩაცმულობაში ან ცხოვრების წესში რაიმე თვალშისაცემი იყოს. უხეში სამოსელი, გაუკრეჭავითმა, მოუვლელი წვერი, ვერცხლეულის აშკარა სიძულვილი, მიწაზე დაგებული ლოგინი და თვითგამოხატვის სხვა უკუღმართი ფორმები თავიდან აიცილე. საკმარისია თავად ფილოსოფიის ხსენებაც კი, როგორ მოზომილადაც უნდა მისდევდნენ მას, არაკეთილმოსურნეობა რომ აღძრას. რა მოხდება, თუ კი ადამიანთა წესჩვეულებებისგან განცალკევებას დავიწყებთ? და შინაგანად ვიყოთ ყოველმხრივ განსხვავებული, გარეგნულად კი ჩვენი ხალხისაგან არ უნდა გამოვირჩეოდეთ. ნუ იქნება ჩვენი ტოგა ბრწყინვალე და ნურთჭუჭყიანი, ნუ იქნება ჩვენი ვერცხლის ჭურჭელი ოქროთი მოვარაყებული, მაგრამ ნურც იმას ვიფიქრებთ, რომ ვერცხლისა და ოქროს სიმცირე ზომიერების მტკიცებულებაა. ხალხის მასაზე უკეთ უნდა ვიცხოვროთ და არა მათთან დაპირისპირებით. სხვაგვარად დავაფრთხობთ და ჩვენგან გავაქცევთ მათ, ვისი გაკეთილშობილებაც გვსურს. იმას მივაღწევთ, რომ ჩვენს მსგავსად მოქცევა აღარ მოუნდებათ იმის შიშით, რომ ყველაფერში უნდა მოგვბაძო. უპირველესი, რასაც ფილოსოფია გვასწავლის, არის ყველას მიმართ თანაგრძნობა, ადამიანობა და თანამოაზრეობა, მაგრამ განსხვავებულობის წარმოჩენა ამას დაგვაშორებს. დავუკვირდეთ, რომ ის, რითაც აღტაცების გამოწვევა გვსურს, სასაცილო და საძულველი არ იყოს. ჩვენი მიზანი ხომ ის არის, ბუნებასთან თანხმიერად ვიცხოვროთ, ბუნებას კი ეწინააღმდეგება, გატანჯოს საკუთარი სხეული, სისუფთავეზე ხელი აიღო, მიისწრაფოდე სიბინძურისკენ და არა მარტო მდარე, არამედ საზიზღარი და ამაზრზენი საკვები მიიღო. როგორც ფუფუნებისკენ ლტოლვაა განცხრომის ნიშანი, ისე უგუნურების ნიშანია იმის თავიდან არიდება, რაც საყოველთაოდ მიღებული და იოლად ხელმისაწვდომია. ფილოსოფია მოითხოვს ზომიერებას და არა თვითგვემას. შესაძლებელია ზომიერება ულაზათო სულაც არ იყოს, აი, როგორც საზომს ვირჩევ. და ეცხოვრება გაწონასწორებული იყოს კეთილ და საყოველთაო ზნეჩვეულებებს შორის. და აღტაცებით შეჰყურებდნენ ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ ის მათთვის უცხო არ იყოს. ეს როგორ? ნუ თუ ჩვენც ისე მოვიქცევით, როგორც სხვები, ნუ თუ არ იქნება განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. იქნება და ძალიან დიდიც. და მან, ვინც უფრო ახლოდან გვაკვირდება, იცოდეს, მასისგან როგორ განვსხვავდებით. და ჩვენ სახლში შემოსული გაუცდეს ჩვენით და არა ავეჯეულობით. ის ადამიანია დიდი, რომელიც თიხის ჭურჭელს ისე მოიხმარს, როგორც ვერცხლისას.
არც ის არის მდაბალი, ვინც ვერცხლის ჭურჭელს ისე იყენებს, როგორც თიხისას. ვერ გაუმკლავდეს სიმდიდრეს, ძაბუნი სულის ნიშანია. მაგრამ ნებამომეცი დღევანდელი მცირედი შენაძენი გაგიზიარო. ჩვენს ხეკატოსთან აღმოვაჩინე, რომ სურვილების ზღვარდადება შიშისგან განკურნებასაც უწყობს ხელს. შეწყვეტ შიშს, ამბობს იგი, თუ შეწყვეტ იმედოვნებას. იკითხავ, როგორ შეიძლება ასე განსხვავებული მოვლენები ერთდროულად ხდებოდეს? მაგრამ ასია, ჩემო ლუცილიუს. მართალია გვეჩვენება, რომ მათ შორის საერთო არაფერია, მაგრამ ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. როგორც ერთი ჯაჭვი აკავშირებს ტუსახს სადამცველს, ასევე ეს ორი რამ ერთმანეთისგან ესოდენ განსხვავებული წინ ერთად მიიწევს. შიში კვალდაკვალ მიჰყვება იმედს. მე ეს არ მიკვირს. ორივე მათგანი გაურკვევლობაში მყოფსულს ახასიათებს, რომელიც მომავლის მოლოდინში შფოთავს. ორივეს უმთავრესი მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ არ ვართ აწმყოსთან მორიგებული და გულის თქმას შორეულ მომავალში გადავისვრით. ასე რომ, წინასწარჭრეტა, ადამიანთათვის ბოძებული უდიდესი სიკეთე ბოროტებად გვექცევა. მხეცები საფრთხის დანახვისას გარბიან და მისგან გაქცეულები შიშს ვეღარ გრძნობენ. ჩვენ კი მომავალიც გვტანჯავს და წარსულიც. ბევრი ჩვენი სიკეთე გვაზიანებს კიდეც. მეხსიერება გვაბრუნებს შიშით განცდილ ტანჯვასთან. წინასწარჭრეტა კი მომავალში მოელის მას. არავინაა მხოლოდ აწმყოთი უბედური. იყავი კარგად. წერილი მე-6. სენეკა მიესალმება ლუცილიუსს. ვგრძნობ ჩემო ძვირფასო ლუცილიუს, რომ არა მხოლოდ უკეთესი ვხდები, არამედ გარდა ვიქმნები კიდეც. თუმცა პირობას არ ვდებ და არც ვიმედოვნებ, რომ ჩემში აღარაფერი დარჩა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ბევრია, რის გამოსწორება, შემცირება თუ მატებაა საჭირო. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩემი სული შეიცვალა უკეთესობისკენ, რომ მას შეუძლია დაინახოს საკუთარი ნაკლოვანებანი, რომელთა შესახებაც უწინ არაფერი იცოდა. ზოგიერთ ავადმყოფს ისიც უნდა მიულოცო, რომ გრძნობს თავის ავადმყოფნას. მინდა ჩემი ასეთი სწრაფი ცვლილება შენც გადმოგეცეს. მაშინ უფრო ვენდობი ჩვენს მეგობრობას, ჭეშმარიტ მეგობრობას, რომელსაც ვერ დაამსხვრევს ვერც იმედი, ვერც შიში, ვერც ანგარება, რომელსაც ადამიანები სიკვდილამდე ინარჩუნებენ და რომლისთვისაც სიკვდილს ეგებებიან. ბევრს გაჩვენებ, ვისაც აკლდა არა მეგობარი, არამედ მეგობრობა. თუმცა ეს არ შეიძლება მოხდეს, როდესაც სულებს ერთნაირად მოუხმობს ნება, ღირსეულისკენ სწრაფაში გაერთიანდნენ. სხვაგვარად როგორ იქნება? მათ ხომ იციან, რომ ყველაფერი საერთო აქვთ, განსაკუთრებით გასაჭირი. ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ვამჩნევ ყოველ დღეს ცვლილება რომ მოაქვს. იტყვი, მეც გამომიგზავნე ის, რის სარგებლიანობაც თვითონ გამოსცადე. თავადაც მსურს ყოველივე შეში გადმოვადინო და რა მისწავლა მახარებს იმიტომ, რომ სწავლება შევძლო. ვერაფერი მომანიჭებს სიამოვნებას, როგორი აღმატებული და სასარგებლოც უნდა იყოს, თუ კი მის შესახებ ცოდნას მხოლოდ საკუთარ თავს შევძენ. ჩემთვის სიბრძნეც რომ მეჩუქებინათ იმ პირობით, რომ ჩამეკეტა და არავისთვის გამეზიარებინა, მასზე უარს ვიტყოდი. თანაზიარობის გარეშე არავითარი სიკეთის ფლობა არ არის სასიხარულო. ამიტომ გამოგიგზავნი წიგნებსაც და დიდი ძალის ხმევა რომ არ დახარჯო, აქეთ-იქით სასარგებლო საგანთა ძიებაში, მოვნიშნავ ადგილებს, რათა უმალვო მიაგნო იმას, რასაც ვიწონებ და რითაც აღფრთოვანებული ვარ. თუმცა დაწერილ სიტყვაზე მეც სარგებელს მოგიტანდა ცოცხალი ხმა და გვერდიგვერდ ცხოვრება. უმჯობესია მოხვიდე და პირისპირ ვნახო. უპირველესად იმიტომ, რომ ადამიანებს უფრო მეტად თვალების სჯერათ, ვიდრე ყურების. მეორეც იმიტომ, რომ რჩევა დარიგებით სწავლების გზა გრძელია, ხოლო მაგალითებით სწავლებისა მოკლე და შედეგიანი. კლიანთოსი ალიკვალი ზენო ვერ გახდებოდა, მისთვის მხოლოდ რომ ესმინა. მან ხომ მასთან ცხოვრება გაიზიარა, იხილა მისი საიდუმლოებანი და დააკვირდა, ცხოვრობდა თუ არა ზენო თავისი წესკანონების თანახმად.
პლატონმაც, არისტოტელემაც და ბრძენთა მთელმა დასმა, რომელიც შემდეგ სხვადასხვა გზას დაადგა, სოკრატეს ზნეჩვეულებებიდან უფრო მეტი ამოკრიბა, ვიდრე მისი სიტყვებიდან. მეტროდორუსი, ჰერმარქე და პოლიენუსი დიდ ადამიანებად აქცია, არა ეპიკურეს დამოძღვრამ, არამედ მასთან ერთად ცხოვრებამ. ამიტომ მოგიხმობ არა მხოლოდ იმისთვის, რომ სარგებელი მიიღო, არამედ იმისთვისაც, რომ გასცე, რადგან ერთი მეორეს უფრო მეტ რამეს შევძენთ. ამასობაში, რადგან შენი დღიური ვალი მართებს, გეტყვი, ამჯერად რამ მომხიბლა ჰეკატოსთან. მეკითხები, რა წარმატებას მივაღწიე. საკუთარ თავს დავუმეგობრდი. მან ბევრს მიაღწია, ვინაიდან არასოდეს რჩება მარტო. იცოდე, ასეთი ადამიანი ყველასთვის მეგობარი იქნება. იყავი კარგად. წერილი მე-7. სენეკა მიესალმება ლუცილიუსს. მეკითხები, როგორ ფიქრობ, ყველაზე შორს რისგან უნდა გეჭიროს თავი? ბრბოსგან, მას ხომ უხიფათოდ ვერ მიენდობი. მე კი ნამდვილად ვაღიარებ ჩემს სისუსტეს. ისეთი ვეღარ ვბრუნდები უკან, როგორიც შინიდან გავედი. რაც ჩავაწყნარე, ის კვლავ შფოთავს, რაც შემგან განვდევნე, ის კვლავ მიბრუნდება. ასე სჭერთ სნეულებს, ხან გრძლივ სისუსტეს იქამდე მიჰყავთ ისინი, რომ მათი გარეთ გამოყვანა ზიანის გარეშე შეუძლებელია. ასევე გვემართება ჩვენც, ვისი სულიც ხან გრძლივი სნეულების შემდეგ გამოჯანმრთელდება. მასასთან დაახლოება საზიანოა. თითოეული ადამიანი ან გვაწონებს რაიმე მანკიერებას, ან თავს გვახვევს, ან შეგვაწმენთ ჩვენგან შეუმჩნევლად. რაც უფრო ხალხმრავალია თავყრილობა, რომელშიც გავერევით, მით უფრო დიდია საფრთხე, თუმცა ზნე კეთილისთვის არაფერია იმაზე საზიანო, ვიდრე რაიმე სანახაობაზე უსაქმოდ ჯდომა. ტკბობისას ხომ ბიწიერება უფრო ადვილად გვეპარება. როგორ ფიქრობ, რას გულისხმობ? შინ ვბრუნდები უფრო ხარბი, უფრო პატივმოყვარე, უფრო თავაშვებული და უფრო სასტიკი და არა ადამიანური იმიტომ, რომ ხალხში გავერიე. შემთხვევით მოხვდი შუადღის სანახაობაზე. ველოდი რაიმე გასართობს ან გონება მახვილურს, სიმშვიდის მომგვრელს, რითაც თვალები ადამიანთა ხოცვა-ჟლეტისას დაისვენებდა, მაგრამ პირიქით. უწინ რაც კი რამ ბრძოლა იყო, თურმე მოწყალება ყოფილა. ახლა ეს აღარ არის სახუმარო, ეს წმინდა წყლის მკვლელობაა. მათ არა აქვთ საფარველი და მთელი სხეული ლახვრის წინაშე დაუცველია, რათა ხელი არასოდეს უშედეგოდ არ აღიმართოს. უმრავლესობა ამას ამჯობინებს ჩვეულებრივ წყვილებსა და მოთხოვნილ ორთა ბრძოლებს. რატომაც არა? ხომ არ არის არც მუზარადი, არც ფარი, არც მახვილი, რომ მოიგერიონ. რა საჭიროა საფარველიან ილეთები? ეს ყველაფერი მხოლოდ გადასწევს სიკვდილის დროს. დილით ადამიანებს ლომებსა და დათვებს მიუყრიან, შუადღისას მაყურებლებს. ისინი უბრძანებენ მას, ვინც სხვას კლავს, პირისპირ შეხვდეს იმას, ვინც თავის მხრივ მას მოკლავს. გამარჯვებულს მხოლოდ ახალი სასაკლაოსთვის ინდობენ. ბრძოლის შედეგი არის სიკვდილი, ხოლო საშუალება ცეცხლი და მახვილი. ასე გრძელდება მანამ, სანამ არენა არ დაცარიელდება. მაგრამ ის ხომ ავაზაკობდა, ადამიანი მოკლა. მერე რა, რადგან მოკლა, იმსახურებს, რომ ასე დაიტანჯოს. შენ კი საბრალო, რა დანაშაულისათვის დაიმსახურე, რომ ამას უცქირო. მოკალი, ეკვეთე, დაწვი. ასე ლაჩრულად რატომ ეგებება მახვილს, ასე გაუბედავად რატომ კლავს, ასე უხალისოდ რატომ კვდება. და ეს შეტევა ჭრილობებით დააგვირგვინოს. და ერთი მეორის ლახვარს შიშველი და გადაღეღილი მკერდი შეაგებონ. სანახაობის დროს შესვენებაა, და ამ დროს ადამიანები ხოცონ, ოღონდ რაიმე ხდებოდეს. ნუ თუ არ გესმის, რომ ცუდი მაგალითი უკან უბრუნდება მათ, ვინც მას გასცემს? მადლობა უკდა ღმერთებს, რომ სისასტიკეს ასწავლით იმას, ვისაც ამის სწავლა არ შეუძლია. ხალხისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს მან, ვისი სულით ჯერ ისევ უმწიფარია და ვისი სათნოებაც ჯერ არ განმტკიცებულა. უმრავლესობის მხარეს გადასვლა ძალზე ადვილია. მათგან განსხვავებულ ბრბოს შეიძლება სოკრატეს,
კატონისა თუ ლელიუსისთვისაც გადაეხვევინებინას ნეკეთილობიდან. ჩვენ შორის კი, როგორც არ უნდა ვამდიდრებდეთ ჩვენს ბუნებას, ვერავინ გაუძლებს დიდი ამალის თანხლებით ბიწიერების იერიშს. თავაშვებულობისა თუ სიხარბის ცალკეულ მაგალითსაც კი მრავალი ბოროტება მოაქვს. განებივრებული თანამეინახე თანდათან ჩვენს სუსტსა და აზიზს გვხდის. მდიდარი მეზობელი ცეცხლს უნთებს ჩვენს სიხარბეს, მზაკვარი თანამგზავრი თვით ყველაზე სუფთასა და გულწრფელსაც კი გადასდებს თავის ჟანგს. როგორ ფიქრობ, რა მოუვა ჩვენსნეს, თუ მას მთელი საზოგადოება აუმხედრდება? თქვენ ან უნდა მიბაძოთ მას, ან შეიძულოთ. ერთსაც და მეორესაც უნდა ერიდო. არ შეიძლება იმის გამო დაემსგავსო ბოროტებს, რომ ბევრნი არიან და არც იმის გამო უნდა შეიძულო უმრავლესობა, რომ შენ არ გგავს. ჩაუღრმავდი საკუთარ თავს, როგორც შეძლებ, დრო მხოლოდ მათთან გაატარე, ვინც უკეთეს გაგხდის. დაიახლოვე მხოლოდ ისინი, ვინც თავად შეგიძლია გახადო უკეთესი. შედეგი ორმხრივია. ადამიანები სწავლობენ, როცა ასწავლიან. მაშასადამე არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა გიბიძგოს სიამაყემ, საკუთარი ნიჭის სახალხოდ წარმოაჩინო და სურვილი გაგიჩნდეს, რამე ხმამაღლა წაიკითხო ან იდაო. როგორც ვისურვებდი გაგეკეთებინა, თუ კი გექნებოდა რაღაც ისეთი, ბრბოს რომ დააინტერესებდა. ასე კი ვერავინ გაგიგებს. შესაძლოა ერთ ორ ადამიანს გადააწყდე, მაგრამ მაინც მოგიწევს მათი დამოწყვრა და განსწავლა, რათა გაგიგონ. მაშ რისთვის ვისწავლე ეს ყველაფერი? ნუ შეშფოთდები, რომ ფუჭად დახარჯე შენი ძალისხმევა, შენთვის სწავლობდი. მაგრამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის რომ არ ვისწავლო, გაგიზიარებ სამ შესანიშნავ გამონათქვამს, რომლებსაც გადავაწყდი. თითქმის ყველა ერთსა და იმავეს ეხება. მაგრამ ერთ-ერთით ამ წერილში ვალს გაგისტუმრებ, ორი კი შეგიძლია ავანსად მიიღო. დემოკრიტე ამბობს, ერთი კაცი ჩემთვის იმდენს ნიშნავს, რამდენსაც მთელი ხალხი, და მთელი ხალხი იმდენს, რამდენსაც ერთი. კარგად შენიშნა იმ ვიღაცამ, ვინც უნდა იყოს, როცა შეკითხვაზე ასე გულმოდგინედ რატომ მისდევ ხელოვნებას, რომელსაც ცოტა თუ ჩასწვდებაო, უპასუხა. ჩემთვის ცოტაც საკმარისია. ჩემთვის ერთით საკმარისია. არც ერთით საკმარისია ჩემთვის. ეპიკურესია მესამე და ჩინებული გამონათქვამი, რომელსაც თავისი ფილოსოფიის ერთ-ერთ თანაშემოქმედს წერდა. ამას ვამბობ არა მრავალთათვის, არამედ შენთვის, ვინაიდან ერთი მეორისთვის კარგი მსმენელები ვართ. გულთან მიიტანა ეს სიტყვები, ჩემო ლუცილიუს, რათა არად ჩააგდო უმრავლესობის ქებადიდებით მოგვრილი სიამოვნება. მრავალი გაქებს, მაშ გაქვს თუ არა საკუთარი თავით კმაყოფილების საფუძველი, თუ ის ხარ, ვისი გაგებაც ბევრს შეუძლია. შენმა სათნოებამ მზერა შიგნით უნდა მიმართოს. იყავი კარგად. წერილი მერვე. სენეკა მიესალმება ლუცილიუს. ამბობ, ნუ თუ მიმითითებ, ბრბოს გავერიდო, განვმარტოვდე და საკუთარი სინდისით დავკმაყოფილდე. სად არის თქვენებური რჩევა დარიგება, რომელიც გვავალდებულებს პირისპირ შევებად სიკვდილს? თუმცა ის, რაშიც გეთანხმები, გაიქცე და კარი ჩაკეტო, თავად მოვიმოქმედე, რათა ბევრისთვის მომეტანა სარგებელი. მცონარობაში ერთ დღესაც არ ვკარგავ, ღამის ნაწილსაც კი სწავლისთვის ვიყენებ. ძილს დროს არ ვუთმობ, სანამ არ მომერება. უძილობისგან მეღლება და მეხუჭება თვალები, მაგრამ მათ საქმეს მაინც არ ვწყვეტ. გავერიდი არა მარტო ადამიანებს, არამედ საქმეებს, უპირველეს ყოვლისა საკუთარს და შევუდექი შთამომავალთა საქმეებს. ჩავწერ იმას, რაც შეიძლება მათ დაეხმაროს. როგორც სასარგებლო წამლებს შეაზავებენ, ისე გადამაქვს ფურცელზე მხსნელი დარიგებანი, რომელთა შედეგიანობაც საკუთარ იარებზე გამოვცადე. მართალია, ჩემი წყლულების საბოლოოდ არ განიკურნა, მაგრამ განვრცობა შეწყვიტა. სხვებს იმ სწორ გზას ვუჩვენებ, რომელიც ხეტიალით დაქანცულმა ცხოვრებაში ასე გვიან ვიპოვე. გავიძახი,
განერიდეთ ყველაფერს, რაც ბრბოსთვის მოსაწონია, განერიდეთ, რაც შემთხვევითობა მგიბოძად, ეჭვითა და შიშით შეჩერდით ყოველგვარი შემთხვევითი წყალობის წინაშე. თევზებსა და ნადირსაც კი იჭერენ იმედის ტკბილი სატყუარათი. თქვენ ფიქრობთ, ეს ფორტუნას საბოძვარია? არა, ეს მისი მახია. განდიდებული ცხოვრების ბოლო ერთია, დაცემა. შეწინააღმდეგებაც შეუძლებელია, როდესაც კეთილდღეობა გზიდან გადაგახვევინებს. ნეტავ მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთი სიმაღლიდან დავენარცხოთ. ფორტუნა არათუ მოგცელავს, არამედ მოგვისვრის და დაგვლეწავს. სხეულს მხოლოდ იმდენია ამე, რამდენიც მტკიცე ჯანმრთელობისთვის არის საჭირო. უფრო მკაცრად მოექეცი სხეულს, რათა მან სულის მორჩილება არ შეწყვიტოს. და ეს საკვებმა შიმშილი ჩააცხროს, სასმელმა წყურვილი მოკლას, და ეტანსაცმელმა სხეულის სიცივისგან დაიცვას, ხოლო სახლმა საფრთხეთაგან. მნიშვნელობა არ აქვს, სახლი კორდის მიწით არის ნაგები, თუ ზღვის იქითა ჭრელი მარმარილოთი. იცოდეთ, რომ ნამჯის სახურავქვეშ არანაკლებ კარგად არის ადამიანი, ვიდრე ოქროს სახურავქვეშ. არად ჩააგდეთ ყველაფერი, რაც ზედმეტ ჯაბას ითხოვს მოსაკაზმავად და საჩვენებლად. იფიქრეთ, სულის გარდა არაფერია ახტაცების ღირსი, ხოლო დიადი სულისთვის უფრო დიადი არაფერია. როდესაც საკუთარ თავსა და შთამომავლებთან ასე ვსაუბრობ, თუ არ გეჩვენება, რომ უფრო მეტი სარგებელი მომაქვს, ვიდრე სასამართლოში დამცველად გამოსვლისას, ან ანდერძის ფირფიტებზე ბეჭდის დაკვრისას, ან სენატში თანამდებობის მაძიებელთათვის სიტყვით თუ საქმით ხელის გამართვისას. დამერწმუნე, ვინც თითქოს და არაფერს აკეთებენ, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს არიან შეჭიდებული. ისინი ღვთიურ და ადამიანურ საქმეებს ერთდროულად უძღვებიან. მაგრამ დროა დავასრულო და ჩემი წესის თანახმად ამ წერილშიც შენთან რაღაც გავქვითო. საკუთარი მარაგიდან არ გადაგიხდი, ჯერ ისევ ეპიკურეს უყრითავს. დღესაც მასთან ამოვიკითხე ეს სიტყვები. თუ გსურს ნამდვილ თავისუფლებას მიაღწიო, ფილოსოფიას უნდა ემონო. ის, ვინც ემორჩილება და მიენდობა მას, დღითი დღე არ ყოფნდება, მყისიერად თავისუფლდება, ვინაიდან ფილოსოფიის მონობა სწორედ თავისუფლებაა. შესაძლოა მკითხო, ეპიკურესგან რატომ მომყავს ამდენი შესანიშნავი გამონათქვამი და არა ჩვენებისგან, მაგრამ რატომ ფიქრობ, რომ ეს გამონათქვამები მხოლოდ ეპიკურეს ეკუთვნის და არა ყველას. რამდენი პოეტი ამბობს იმას, რაც ნათქვამია, ან უნდა ეთქვათ ფილოსოფოსებს. არ შევეხები ტრაგიკოსებს, არც ჩვენს ტოგატებს. მათაც ახასიათებთ სერიოზულობა და კომედიასა და ტრაგედიას შორის დგანან. რამდენი მჭევრმეტყველური სტრიქონი აქვთ მიმოსებსაც. პუბლილიუსის რამდენი ლექსი იმსახურებს წარმოთქვას არასანდალ ჩაცმულმა, არამედ კოტურნებით გამომცვლელმა. პუბლილიუსის ერთ ლექსს მოვიყვან, ფილოსოფიასთან რომ არის დაკავშირებული და განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც ახლახან ხელთ მქონდა. მასში იგი ამტკიცებს, რომ შემთხვევით მოპოვებული არ შეიძლება შენად მიიჩნიო. ჩვენ არ გვეკუთვნის, რაც კი რამ სურვილის გამო გვებოძა. მახსოვს, თავად რომ გამოხატე ეს აზრი გაცილებით უფრო ლაზათიანად და მოკლედ. ის არ გეკუთვნის, რაც ფორტუნამ შენ მოგაკუთვნა. ამაზე უკეთესია შენი სხვა გამონათქვამი და არც მას გავუშვებ ხელიდან. თუ კი გვებოძა, შესაძლოა სიკეთის წაგვრაც. ამას ვალად არ გითვლი, რადგან საკუთარ თავს შენივე მარაგიდან გადაეცი. იყავი კარგად. წერილი მეცხრე. სენეკა მიესალმება ლუცილიუსს. გინდა იცოდე, სამართლიანად კიცხავს თუ არა ეპიკურე, თავის ერთ-ერთ წერილში მათ, ვინც ამტკიცებს, რომ ბრძენკაცი თვითკმარია და ამიტომაც მეგობარი არ სჭირდება? ეს საყვედური ეპიკურემ გადაჰკრა სტილპონს და მათ, ვისთვისაც უზენაესი სიკეთე გრძნობებისაგან დაცლილი სულია. თუმცა აუცილებლად ორაზროვნება გამოგვივა, თუ კი მოვინდობებთ სათქმელის ხარტად გამოვხატოთ და ბერძნული აპათეიას ნაცვლად ლათინურ იმპატიენტიას ვიტყვით.
ხომ შეიძლება იფიქრო, თითქოს აქ აზრი ეწინააღმდეგება იმას, რაც მხედველობაში გვაქვს. ჩვენ გვინდოდა გვეთქვა, ის, ვინც უარს ამბობს, ყოველგვარმა ცუდბედობამ მასზე გავლენა მოახდინოს. თუმცა შეიძლება ეგონოთ, რომ ვგულისხმობთ მათ, ვისაც არავითარი ცუდბედობის დათმენა არ შეუძლია. მას დააკვირდით ავადაც, უმჯობესი ხომ არ არის ვთქვათ, მოუწყვლადი სული, ან სული, რომელიც ყველანაირი ტანჯვის მიღმაა. ჩვენსა და მათ შორის ეს განსხვავებაა. ჩვენი ბრძენკაცი ყოველგვარ უსიამოვნებას ძლევს, თუმცა შეიგრძნობს. მათი ბრძენი კი არც გრძნობს. აი რა არის მათსა და ჩვენ შორის საერთო. ბრძენი თვითკმარია, თუმცა როგორი თვითკმარიც უნდა იყოს იგი, მაინც სურს ყველა მეგობრებისაც, მეზობლებისაც და თანამოაზრეებისაც. დააკვირდი, რაოდენ თვითკმარია იგი. ზოგჯერ საკუთარი თავის მხოლოდ ნაწილითაც კმაყოფილდება. თუ მან ხელი დაკარგა ავადმყოფობის ან ომის გამო, ან თუ უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ან ორივე თვალი დაევსო, ის კმაყოფილი იქნება იმით, რაც დარჩა. იგი სახიჩარის სხეულით ისეთივე ბედნიერი იქნება, როგორიც დაუსახიჩრებლით იყო. და თუმცა დანაკარგზე არ დარდობს, მაინც ურჩევნია დანაკარგს გვერდი აუაროს. ზუსტად ასევე, ბრძენკაცი თვითკმარია არა იმიტომ, რომ სურს უმეგობროდ ცხოვრება, არამედ იმიტომ, რომ შეუძლია. როცა ვამბობ შეუძლია, აი რას ვგულისხმობ. იგი დანაკარგს სულიერი სიმშვიდით იტანს, სინამდვილეში მეგობრის გარეშე არასდროს იქნება, რადგან მასზეა დამოკიდებული, გადაწყვიტოს დანაკარგს როგორ სწრაფად აინაზღაურებს. როგორც ფიდიას შეეძლო ახლის შექმნა, თუ კი ქანდაკებას დაკარგავდა, ასეა ისიც. მეგობრობის დიდოსტატი დაკარგული მეგობრის ადგილს უმალში ავსებს. მეკითხები, ასე სწრაფად მეგობარს როგორ შეიძენს? კი პასუხებ, თუ კი შევთანხმდებით, რომ ახლა ვალი გაგისტუმრე და ამ წერილით ანგარიშიც გავასწორეთ. ხეკატო ამბობს, მე გიჩვენებ სიყვარულის თილისმას, წამლების, ბალახებისა და გრძნეულის შელოცვის გარეშე. თუ გსურს უყვარდე, შეიყვარე. არა მხოლოდ ძველი გამოცდილი მეგობრობა მოგვიტანს დიდ სიამოვნებას, არამედ ახლის დაწყებაც. განსხვავება მათ შორის, ვინც მეგობარს იძენს და ვინც უკვე შეიძინა, ისეთივეა, როგორიც მთესვლსა და მომკელს შორის. ფილოსოფოსი ატალუსი ამბობდა, უფრო სასიამოვნოა მეგობრის შეძენა, ვიდრე შენარჩუნება, როგორც მხატვრისთვის ხატვის პროცესი უფრო საამოა, ვიდრე დასრულებული ნახატი. ვინც აღტკინებით არის ჩაფლული თავის საქმეში, ის უდიდეს სიამოვნებას პოვებს თავად საქმიანობაში. მაგრამ როცა დასრულებულ ნაწარმოებს ხელს უშვებს, ისე ძლიერ სიამოვნებას ვეღარ განიცდის. ამიერიდან ხარობს თავისი ხელოვნების ნაყოფით, ხოლო ვიდრე ხატავდა, თვით ხელოვნება ახარებდა. ჩვენი შვილების ახალგაზრდობა უხნაყოფიერია, მაგრამ მათი ბავშვობა უფრო გვეძვირფასება. ახლა ჩვენს დებულებას დავუბრუნდეთ. როგორი თვითკმარიც უნდა იყოს ბრძენი, მას მეგობრების ყოლა მაინც სურს. თუ სხვა მიზეზის გამო არა, თუნდაც იმისათვის, რომ მეგობრობაში გაიწაფოს, რათა ესოდენი სათნოება გამოუყენებელი არ დარჩეს და არა იმისთვის, როგორც იმავე წერილში ამბობს ეპიკურე. რომ ვინმე დაუჯდეს გვერდით, როცა აბადაა, ხელი გაუმართოს ტყვეობაში ან გაჭირვებაში. მას უნდა ჰყავდეს ვინმე, ვისაც თავად ჩამოუჯდება ავადმყოფობის ჟამს, ვისაც დაიხსნის მტრის მცველებით გარშემორტყმულს, ხოლო იგი, ვინც მხოლოდ თავის თავს შესციცინებს და მეგობრობამდეც ამის გამო მიდის, მცდარად აზროვნებს, როგორც დაიწყო, ისე დაასრულებს. დაუმეგობრდება მას, ვისაც იგი ბორკილებისგან უნდა დაეხსნა, თუმცა ის მაშინვე მიატოვებს, როგორც კი ჯაჭვი გაჩხარუნდება. ასეთია მეგობრული კავშირი, რომელსაც ხალხი დროებით უწოდებს. ვისაც ანგარებით დავუმეგობრდით, ჩვენთვის მანამ იქნება სასიამოვნო, სანამ სასარგებლოა. ვისი საქმე წყვავის, მას მეგობართა ჯგრო ახვევია. წაქცეულთა ირგვლივ კი სიმარტოვია. მათი მეგობრები გარბიან იქიდან, სადაც მეგობრობა გამოიცდება. აი რატომ ხედავთ ასე მრავლად სამარცხვინო მაგალითს, როცა ერთნი შიშის გამო მიატოვებენ მეგობრებს, მეორენი შიშის გამო ღალატობენ.
როგორიც დასაწყისია, დასასრულიც უცილობლად ისეთია. ის, ვინც გამორჩენის მიზნით დაგიმეგობრდა, გამორჩენის მიზნითვე შეწყვეტს მეგობრობას. იგი მეგობრობის სანაცვლოდ რაიმე ჯილდოს აირჩევს, თუ კი მეგობრობაში იზიდავს სხვა რამ, გარდა თავად მეგობრობისა. მაშ რისთვის შევიძენ მეგობარს? რათა მყავდეს ვინმე, ვის გამოც შემიძლია მოვკვდე, რათა მყავდეს ვინმე, გადასახლებაში თან რომ ვახლდე, ვისი სიცოცხლისთვისაც ვიბრძოლებ და თავსაც დავდებ. ის მეგობრობა, რომლის შესახებაც მწერ, ანგარებაა და არა მეგობრობა, ვინაიდან მიელტვის სარგებელს და მოელის შედეგს. ეჭვგარეშია, შეყვარებულთა გრძნობას რაღაც საერთო აქვს მეგობრობასთან. შეიძლება სიყვარულს შეშლილი მეგობრობაც ვუწოდოთ, მაგრამ განა ვინმეს უყვარს სარგებლისათვის, ან დიდებისა და პატივმოყვარეობისათვის? სიყვარული თავისთავად უგულვებელყოფს სხვა ყველაფერს, სულს აღაფრთოვანებს მშვენიერების ჟინით და მისთვის უცხო არ არის საპასუხო სინაზის იმედი. ეს როგორ? ნუ თუ უფრო წრფელი მიზეზი სათაკილოვნებას წარმოშობს? შეგიძლია მითხრა, ახლა იმაზე არ ვსაუბრობთ, უნდა ვესწრაფოთ თუ არა მეგობრობას თავად მეგობრობისთვის. პირიქით, ყველაზე მეტად სწორედ ამის დამტკიცებაა საჭირო. რადგან თუ მეგობრობა თავად მეგობრობისთვისვე უნდა ვეძიოთ, მაშინ სადამე შესაძლოა იგი ეძიოს მანაც, ვინც თვითკმარია. მაშინ კითხავ, რა გზით ეძებს მას? როგორც ეძებენ ყველაზე მშვენიერს, როდესაც არ არიან შეპყრობილი ანგარებით და არ აშინებთ ბედის ცვალებადობა. ვინც მეგობარს უმჯობესი ხვედრისთვის იძენს, ის მეგობრობას სიდიადეს უკარგავს. ბრძენი თვითკმარია. ამას ჩემო ლუცილიუს ბევრი არასწორად განმარტავს. ბრძენ კაცებს ყოველი მხრიდან ერეკებიან და აიძულებენ თავიანთ ნაჭოდში ჩაიკეტონ. თუმცა უნდა განვასხვავოთ, რას ნიშნავს ეს გამონათქვამი და სადამდე ვრცელდება იგი. ბრძენ კაცი თვითკმარია ნეტარი ცხოვრებისათვის, მაგრამ არა უბრალოდ ცხოვრებისათვის, რადგან ცხოვრება ბევრ რამეს მოითხოვს, ხოლო ნეტარი ცხოვრება მხოლოდ ამაღლებულ და ჯანსახსულს, რომელიც ბედს არ ადაგდებს. ასევე მსურს ქრისიპოსის მიერი დაყოფად შემოგთავაზო. იგი აცხადებს, რომ თუმცა კი ბრძენ კაცი არაფერშია ხელმოკლე, მაინც შეუძლია ბევრი რამ ჰქონდეს სარგო. სულელს კი პირიქით, არაფერი აქვს სარგო, რადგან არ ესმის, როგორ გამოიყენოს და ამიტომ ხელმოკლეა ყველაფერში. ბრძენისთვის სარგოა ხელებიც, თვალებიც და კიდევ ბევრი რამ, რაც აუცილებელია ყოველდღიური სარგებლობისთვის, მაგრამ არაფერშია ხელმოკლე, რადგან ხელმოკლეობა გულისხმობს საჭიროებას, ხოლო ბრძენ კაცისთვის საჭირო არაფერია. მაშასადამე, მართალია, იგი თვითკმარია, მაგრამ მისთვის სასარგებლო არიან მეგობრები და სურს, რაც შეიძლება მეტი ჰყავდეს, თუმცა არა, ნეტარი ცხოვრებისათვის. მას ხომ მეგობრების გარეშეც შეუძლია ნეტარად იცხოვროს. უზენაესი სიკეთე იარაღს გარე-გარე როდი ეძიებს. ის შინ იქმნება და სრულქმნილი საკუთარი თავით არის. თუ კი სიკეთე თავის რომელიმე ნაწილს გარე დაეძებს, მაშინ ბედზე დამოკიდებული ხდება. მაგრამ როგორი ცხოვრობს ბრძენი, თუ უმეგობროდ დარჩება ის, როცა ციხეში ჩააგდებენ, ან როცა რომელიმე უცხო მხარეში გადაიხვეწება, ან ხანგრძლივ ზღვაოსნობაში დაყომდება, ან უდაბურ ნაპირზე გაირიყება. როგორც იუპიტერი იმ დროს, როცა სამყარო იშლება და ღმერთები ერთმანეთს ერწყმიან, როცა სამყარო დროებით წყვეტს მოძრაობას და გაირინდება, თავისივე ფიქრებს მიეცემა და საკუთარ თავში ისვენებს. ბრძენდიც რაღაც ამგვარს აკეთებს, უკო მიიქცევა და საკუთარ თავთან რჩება. მანამ, სანამ ხელეწიფება თავისი განსჯის მიხედვით საქმეები მოაწესრიგოს, ის თვითკმარია და ცოლიც მოჰყავს. ის თვითკმარია და ბავშვებსაც ზრდის. ის თვითკმარია და არც იცხოვრებდა, თუ სხვა ადამიანის გარეშე უნდა ეცხოვრა. მეგობრობისკენ მას ეზიდება არა საკუთარი სარგებელი, არამედ ბუნებრივი მისწრაფება. როგორც სხვა საგნებს აქვს ჩვენთვის თანდაყოლილი მიმზიდველობა, ასევე აქვს მეგობრობასაც. როგორც არსებობს ზიზღი მარტოობისადმი და მისწრაფება ურთიერთობისადმი,
როგორც ბუნება ადამიანს ადამიანთან აახლოებს, ასევე მასში არის რაღაც თანდაყოლილი, რაც მეგობრობის ძიებისკენ გვიბიძგებს. თუნდაც ბრძენს, ძლიერ უყვარდეს მეგობრები, თუნდაც თავის თანასწორად, ხშირად კი თავისზე მაღლა აყენებდეს მათ, მაინც მიიჩნევს, რომ ის რაც ღირებულია, მასშია და გაიმეორებს სტილპონის სიტყვებს, სწორედ იმისას, რომელსაც წერილში ეპიკურა თავს ესხმოდა. როდესაც სტილპონის ქალაქი დაიპყრეს და მან დაკარგა შვილები, დაკარგა ცოლი, თავად კი ყოვლის მომცველი ხანძრიდან გამოვიდა მარტო, მაგრამ ნეტარი დემეტრიუსმა მრავალი ქალაქის განადგურების გამო პოლიორკეტესად წოდებულმა ჰკითხა, ხომ არ დაკარგა რაიმე? მან უპასუხა, ჩემი ყველა სიკეთე ჩემთანაა. აი მამაცი და გაუტეხელი ადამიანი, მან გამარჯვებული მტერიც კი დაამარცხა. მან თქვა, მე არაფერი დამიკარგავს და აიძულა იგი საკუთარ გამარჯვებაში დაეჭვებულიყო. ჩემი ყველაფერი თან მაქვს. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ის სიკეთედ არ მიიჩნევდა იმას, რისი წართმევაც შესაძლებელია. ჩვენ გვაუცებს ზოგიერთი ცხოველი, რომელთაც ძალუძთ ცეცხლში სხეულის მოუწყვლელად გაიარონ. მაგრამ რამდენად უფრო საოცარია ადამიანი, რომელმაც უვნებლად და დანაკარგის გარეშე გადაჭრა შეიარაღებულთა მწყობრი, ცეცხლი და ნანგრევები. ხედავ, რაოდენ უფრო ადვილია მთელ ხალხზე გამარჯვება, ვიდრე ერთ ადამიანზე? სტილპონის ამ სიტყვებს სტოიციზმთანაც აქვს საერთო. სტოიკოსიც ნახანძრალ ქალაქში ხელშეუხებლად დაატარებს თავის სიკეთეს. იგი თვითკმარია, ბედნიერებას ასეთ ზღვარს უწესებს. მაგრამ არ იფიქრო, თითქოს მხოლოდ ჩვენ წარმოვთქვამთ ასეთ კეთილშობილურ სიტყვებს. თავად ეპიკურე, სტილპონის გამკიცხველი, იყენებდა მსგავს გამონათქვამს. კეთილად მიიღე ეს, თუმცა ჩემი დღევანდელი ვალი უკვე მოვიხადე. თუ კი ვინმეს, ამბობს იგი, არ მიაჩნია, რომ რასაც ფლობს დიდი დოვლათია, უბედურია, მთელი სამყაროს ბატონ პატრონიც რომ იყოს. ანდა ასე, თუ კი შენი აზრით ეს უკეთ ჟღერს, რადგან საჭიროა ვემსახუროთ აზრებს და არა სიტყვებს. ის, ვისაც თავი უბედნიერესად არ მიაჩნია, უბედურია, თუნდაც სამყაროზე ბრძანებლობდეს. მაგრამ იცოდე, ამ აზრს, ფართოდ რომ არის გავრცელებული და მაშასადამე ბუნებით ნაკარნახევი, ერთ-ერთ კომიკოს პოეტთანაც წააწყდები. ვერი ნეტარებს არ მიიჩნევს თავს ვინც ნეტარად. აქვს კი მნიშვნელობა შენს მდგომარეობას, თუ ის შენს თვალში უხეიროა? მაშ როგორ? იტყვი. თუ თავს ნეტარად გამოაცხადებს უპატიოსნოდ გამდიდრებული, მრავალთა ბატონი, მაგრამ უფრო მეტის მონა, განა თავისი განჩიდებით გახდება ნეტარი. მნიშვნელოვანი არა ის, რას ამბობს, არამედ რას გრძნობს და გრძნობს არა ერთ დღეს, არამედ გამუდმებით. მართლაც არ გაქვს შიშის საბაბი, რომ ესოდენ დიადი სიკეთე წილად ხვდება თუ ღირსებს. მხოლოდ ბრძენკაცი კმაყოფილდება იმით, რაც აქვს. ყველა უგუნური საკუთარი თავის სიზღით იტანჯება. იყავი კარგად. წერილი მე-11. სენეკამ მიესალმება ლუცილიუსს. მესაუბრა შენი მეგობარი, კარგი მონაცემების ჭაბუკი. როგორც კი დაილაპარაკა, ჩემთვის ნათელი გახდა, როგორი სულით არის დაჯილდოებული, როგორი ჭკუით და უკვე როგორ წარმატებებს მიაღწია. პირველი შთაბეჭდილება ისეთი დამიტოვა, რომელსაც მომავალშიც გაამართლებს. მან ხომ წინასწარი მომზადების გარეშე ისაუბრა, რადგან მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდა. როცა თავის მორევას ცდილობდა, სიმორცხვე ძლივს დაფარა. ახალგაზრდისთვის ეს კარგი ნიშანია და მეტისმეტმა სიწითლემ გადაჰკრა. ვფიქრობ, ეს თვისება შერჩება მას შემდეგაც, როცა ყოველგვარი ნაკლისაგან გათავისუფლებული და გამტკიცებული სიბრძნეს ეზიარება. ვინაიდან ვერავით არის სიბრძნე ვერ აღმოფხრის სულისა და სხეულის ზადს, რაც ჩვენში თან დაყოლილი და ფესკადგმულია. მისი წვრთნავარჯიშით შერბილება შეიძლება, მაგრამ დაძლევა არა.
ზოგჯერ მეტად შეუდრეკელ ადამიანსაც კი ხალხის მასის დანახვისას სოფლიას ხამს, თითქოს დაიქანცა ან გადახურდა. ზოგს, როდესაც სიტყვით გამოსვლა უწევს, მუხლები უცახცახებს, ზოგს კბილები უკაცკაწებს, ზოგს ენაებმის ან ტუჩები ერთმანეთზე ეწებება. აქ ვერც გაწაფვა უშველის, ვერც ვარჯიში, აქ ბუნება ავლეს თავის ძალას და ამ ნაკლით ყველაზე ძალმოსილსაც კი თავის არსებობას შეახსენებს. ვიცი, ამ ნაკლოვანებათა შორის არის წამოჭარხლებაც, ყველაზე დინჯ ადამიანსაც რომ გადაუვლის სახეზე. უფრო ხშირად იგი თავს იჩენს ახალგაზრდებში, რადგან მათ მგზნებარებაც მეტი აქვთ და კანიც უფრო ფაქიზი, თუმცა გამოცდილ კაცებსა და მოხუცებსაც წვდება. ზოგი ადამიანი გაცილებით სახიფათოა, როცა წითლდება. სწორედ ამ დროს კარგავს იგი ყველანაირ სირცხვილს. სულა, რომის დიქტატორი, განსაკუთრებით სასტიკი მაშინ იყო, როცა სახეზე სისხლი მოაწვებოდა. არავის ჰქონდა ისეთი მგრძნობიარე სახე, როგორიც პომპეუს. ის ყოველთვის წითლდებოდა საზოგადოების წინაშე, განსაკუთრებით სახალხო შეკრებებზე. მახსოვს, ფაბიანუსიც გაწითლდა, როცა სენატის წინაშე მოწმედ გამოცხადდა და ეს სიმორცხვე მას საოცრად ამშვენებდა. ეს ხდება არა სულიერი სისუსტის, არამედ ამა თუ იმ ახალი ვითარების გამო, რომელიც მართალია, თავზარს არ სცემს გამოუცდელ ადამიანს, მაგრამ მაინც აფორიაქებს, თუ კი მისი სხეული ბუნებრივად მიდრეკილია გაწითლებისკენ. ზოგს სისხლი მშვიდი აქვს, ზოგს ცხელი და მჩქეფარე და მაშინვე სახეზე მოაწვება. ვიმეორებ, ამისგან ვერავით არის სიბრძნე ვერ დაგვიხსნის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიბრძნემ ყოველგვარი სისუსტე რომ ამოძირკოს, მისი ხელქვეითი თვითბუნება იქნებოდა. რასაც დაბადების გარემოებები და სხეულის მახასიათებლები გვანიჭებს, ჩვენთან დარჩება, როგორ ხანგრძლივად და შემართებითაც უნდა სრულყოთ სული. მათი აღკვეთა ისევე შეუძლებელია, როგორც მათი გამოწვევა. მსახიობების სცენაზე ემოციებს ბაძავენ, გამოხატავენ შიშსა და ძრწოლას, აჩვენებენ მწუხარებას, სიმორცხვის მიბაძვისას თავს ჩაქინდრავენ, ხმას დაუწევენ და თვალებს დახრიან. გაწითლება კი არ ძალუძთ, რადგან მისი არც აღკვეთა შეიძლება, არც გამოწვევა. სიბრძნე ამის წინააღმდეგ ვერაფერს პირდება, ვერაფრით ეხმარება. ის თავის წესკანონს მისდას. დაუკითხავად მოდის, დაუკითხავად მიდის. მაგრამ ეს წერილი უკვე დასასრულს მოითხოვს. მიიღე ჩემგან რაღაც სამკურნალო და სასარგებლო და სულში სამუდამოდ შეინახე. ჩვენი სიყვარული ზნეკეთილ ადამიანთაგან რომელიმეს უნდა მივაკუთვნოთ და მუდამ თვალწინ ყვავდეს. ვიცხოვროთ ისე, თითქოს თვალს გვადევნებს და ყველაფერი ვაკეთოთ ისე, თითქოს ის ამას დაინახავს. ამას ჩემო ლუცილიუს ეპიკურე გვირჩევს. მან გვიბოძა მცველი და დამრიგებელი და სწორადაც მოიქცა. ადამიანებს მოწმე რომ ჰყავდეთ, მრავალ შეცოდებას აირიდებდნენ, როცა მის ჩადენას დააპირებდნენ. სულს უნდა ჰყავდეს ვინმე, ვის მიმართაც მოწიწებას იგრძნობდა, ვისი გავლენაც ყველაზე ღრმა კუნჭულების განწმენდაში დაეხმარებოდა. ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია ადამიანი უკეთესი გახადოს, არა მხოლოდ მასთან ყოფნისას, არამედ მაშინაც კი, როცა მხოლოდ მის ხსოვნაში არსებობს. ისიც ბედნიერია, ვინც ისეთ პატივს ცემს სხვა პიროვნებას, რომ მისი ხსოვნაც კი წესრიგსა და სიმწყობრებს უმკვიდრებს ცხოვრებაში. ვინც ასეთ პატივს ცემს სხვას, თვითონაც მალე მოიპოვებს პატივისცემას. მაშ აირჩიე კატონი, მაგრამ თუ იგი მეტის მეტად მკაცრი მოგეჩვენება, აირჩიე ლელიუსი, უფრო რბილი ხასიათის კაცი. ის ამოირჩიე, ვისი ცხოვრებაც და სიტყვაც, სახეც კი, რადგან იგი სულს ირეკლავს, შენთვის საამოა. და ის მუდამ თვალწინ ყავდეს, ან როგორც მცველი, ან როგორც ნიმუში. ვიმეორებ, ვინმე გვჭირდება, ვის მაგალითზეც ჩვენი ზნე აეწყობა. ირიბად გავლებულ ხას მხოლოდ სახაზავით გაასწორებ. იყავი კარგად. წერილი მე-12. სენეკამ მიესალმება ლუცილიუსს. საითაც უნდა მივბრუნდე,
ყველგან ჩემი სიბერის დასტურს ვხედავ. ჩემს ქალაქგარეთა სახლში ჩავედი და დაშლის პირას მისული შენობის ხარჯებზე დავიჩივლე. სახლის მმართველი კი პასუხობს, რომ ეს მისი დაუდევრობის ბრალი არ არის. იგი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ სახლკარია ძველი. ეს კარმიდამო ჩემი ხელით არის შექმნილი. რა მელოდება თავად, თუ კი ჩემი ასაკის ქვები ასე იფშნება. ამაზე განრისხებული, პირველივე საბაბს ჩავეჭიდე მასზე ჯავრის ამოსაყრელად. ამ ჭადრებზე აშკარად არავის უზრუნია, ფოთლებიც კი აღარ შერჩა, როგორ ჩამომხმარა და დაკორძილა ტოტები, ღეროებიც როგორი უბადრუკი და გაქუცულია. ეს არ მოხდებოდა ვინმეს რომ შემოებარა და მოერწყა. ის კი ჩემს მფარველ გენიუსს იფიცებს, რომ ყველაფერს აკეთებს, ზრუნვას არ აკლებს, მაგრამ ხეებია დაბერებული. თუმცა ეს ჭადრები ხომ თავად დავრგე, მათზე პირველი ფოთლებიც მე ვიხილე. შესასვლელისკენ შევტრიალდი. ეს ვინ არის, ვეკითხები. ვინ არის ეს მიხრწნილი ბერი კაცი? კარგია, წინკარში რომ დააბინავე, ის ხომ უკვე კარს მიღმა იყურება. საიდან მოიყვანე, რა სახალისოა სხვის მიცვალებულზე პასუხისმგებლობა? ის კი პასუხობს. ვერ მიცანი? მე ხომ ფელიკიო ვარ, ვისაც თოჯინებს ჩუქნიდი ხოლმე. მე მმართველ ფილოსიტუსის ძე ვარ, შენი ნებიერი. ეს კაცი სულ გაგიჟებულა, ვამბობ. განაისჯერა წყმაწვილი არ გახდა ჩემი ნებიერი. თუმცა შეიძლება კიდეც, მას ხომ სწორედ ახლას ვივაკბილები. აირით ვარ ჩემი ქალაქგარეთა კარმიდამოსგან დავალებული. საით უნდა მივბრუნდე, რომ თვალში არ მეცეს საკუთარი სიბერე. მოდი, მივიღოთ და შევიყვაროთ იგი. ის ხომ სიამით აგავსებს, თუ კი იცი, როგორ გამოიყენო. ნაყოფი ყველაზე ტკბილი, მოლევის პირასაა. ყმაწვილკაცობის უდიდესი ხიბლი მისი მიწურულია. ღვინის მოყვარულს ყველაზე მეტად აბედნიერებს ბოლოს ასმისი, რომელიც თავდავიწყებაში გადაუშვებს და მის სიმთვრალეს დააგვირგვინებს. ყოველი სიამე თავის ყველაზე ტკბილ წამს დასასრულისთვის მოიტოვებს. ყველაზე საამოასაკიც ის არის, რომელიც დაღმართს მიუყვება, თუმცა ჯერ თავაწყვეტილი არ მიექანება. ის ხანაც, რომელიც უკვე უკიდურეს ზღვარზია, ჩემი აზრით, მოკლებული არ არის თავის სიტკბოებას. თუ კი არა, მაშინ სიამოვნების სურვილის არ ქონა სიამოვნებათა ადგილს იკავებს. რა ტკბილია ყოველი ჟინის მობეზრება და მოშორება. იტყვი, არ არის სასიამოვნო, სიკვდილის საკუთარი თვალით ხილვა. უპირველეს ყოვლისა, ის თვალწინ უნდა ედგას მოხუცსაც და ახალგაზრდასაც. ჩვენ ხომ ასაკობრივი ცენზით არ მოგვიხმობს იგი. მეორეც, ისეთი ხნიერი არავინაა, ზედმეტი დღის მოიმედობა რომ მიუკვადრისოს. ყოველი დღე ცხოვრების საფეხურია. მთელი სიცოცხლე ნაწილებად იყოფა და შედგება პატარა და მათი მომცველი დიდი წრეებისაგან. მათგან ერთი ყველა დანარჩენს შემოსაზღვრავს. იგი დაბადების დღიდან სიკვდილამდეა გადაჭიმული. კიდევ ერთი სიჭაბუკის წლებს გამოყოფს. ისეთიც არის ჩვენს ბავშვობას რომ მოიცავს. შემდეგი წრი არის წელიწადი თავისთავად, რომელიც 4-ვე დროს მოიცავს და რომელთა სიმრავლე სიცოცხლეს შეადგენს. თვე შემოიფარგლება უფრო მცირე წრით, ხოლო დღეს ყველაზე ვიწრო წრი აქვს, მაგრამ ისიც დასაწყისიდან დასასრულისკენ, აისიდან დაისისკენ მიდის. ამიტომ ხერაკლიტოსი, თავისი ბუნდოვანი გამონათქვამების გამო მეც სახელშერქმეული, ამბობს. ერთი დღე ყველა დანარჩენს უტოლდება. ამას თითოეული თავის ყაიდაზე იგებს. ერთი ამბობს, რომ დღეები თანაბარია საათების რაოდენობის მიხედვით და არ ტყუის. ვინაიდან თუ დღე დროის 24 საათიანი მონაკვეთია, ყველა დღე უცილობლად ერთმანეთის თანაბარია, რადგან ღამეს ემატება იმდენი საათი, რამდენსაც დღე კარგავს. მეორე ამბობს, რომ ყოველი დღე დანარჩენს ერთგვაროვნებით უტოლდება. ყველაზე გაჭიანურებულ დროშიც არაფერია ისეთი, რასაც ერთ დღეღამეში ვერ იპოვი. ჯერ სინათლეა, შემდეგ სიბნელე. დღე კი მარადიულად ამრავლებს ამ მონაცვლეობის რაოდენობას და არა განსხვავებას.
ამიტომ დღეც ხან უფრო მოკლეა, ხან უფრო გრძელი. ამიტომ თითოეული დღე ისე უნდა გავატაროთ, თითქოს ის წყებას აბოლოებდეს, სიცოცხლეს ავსებდეს და აგვირგვინებდეს. პაკოვიუსი, რომელმაც სირია თავის გამგებლობაში მოაქცია, საკუთარ თავს აღაპეს უმართავდა ღვინითა და სამგლოვიარო სუფრით. შემდეგ მას მაგიდიდან საწოლამდე მიასვენებდნენ, თან მონაბიჭები ტაშის კვლითა და საკრავთა თანხლებით უგალობდნენ. იცხოვრა, ცხოვრება განვლო. არ იყო დღე, რომ იგი დასაკრძალავად არ გაეტანათ. ჩვენ კი სუფთა სინდისით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც იგი შებღალულით აკეთებდა და დასაძინებლად მიმავალმა მხიარულად და ხალისიანად ვთქვათ. ვიცხოვრე, ბედით წილნაყარი გზა გავიარე. ხოლო ღმერთი ხვალინდელ დღესაც თუ გვაჩუქებს, სიხარულით მივიღოთ იგი. უბედნიერესი და საკუთარი თავის უცილო ბატონ-პატრონია ის, ვინც ხვალინდელ დღეს მღელვარების გარეშე მოელის. ვინც თქვა, ცხოვრება გავლიე, ყოველ დღე გაღვიძებისას სარგებელს მოიმკის. მაგრამ ახლა წერილი უნდა დავასრულო. მკითხავ. ნუ თუ ის უსაჩუქროდ მომივა. ნუ გეშინია, რაღაცას მოგიტანს და განაუბრალოდ რაღაცას, არამედ ბევრს. რა შეიძლება იყოს უფრო ბრწყინვალე, ვიდრე ის გამონათქვამი, რომელსაც შენთვის გადმოსაცემად ვანდობ. საჭიროებით ცხოვრება ცუდბედობაა, მაგრამ საჭიროებით ცხოვრება საჭირო არ არის. რატომ არ არის? იმიტომ, რომ თავისუფლებისაკენ ყოველ მხრივ ხსნილია მოკლე და მარტივი გზები. ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ არავინ რჩება სიცოცხლის მარწუხებში. საჭიროება ფეხქვეშ უნდა გავთელოთ. შემედავები, ეს ეპიკურეს სიტყვებია, რაში გარგია ის, რაც სხვისია. რაც ჭეშმარიტია, ის ჩემიცაა. არ შევწყვეთ შენ შთაგონებას ეპიკურეთი და იცოდეს ყველამ, ვინც ხვის სიტყვებს ერთგულებას ეფიცება და აფასებს არა იმის გამო, რაც ნათქვამია, არამედ იმის გამო, ვინც წარმოთქვა. საუკეთესო ყველას კუთვნილებაა. იყავი კარგად. წერილი მე-15. სენეკა მიესალმება ლუცილიუსს. წინაპრებს ჰქონდათ ჩვეულება, რომელიც ჩვენს დრომდე შემორჩა, წაემძღვარებინათ წერილისათვის შესავალი სიტყვები. თუ ჯანმრთელად ხარ, კარგია, მეც ჯანმრთელად ვარ. ჩვენთვის კი უფრო სწორი იქნება თქმა, თუ ფილოსოფიას მისდევ, კარგია. სწორედ ამას ნიშნავს ჯანმრთელად ყოფნა. ფილოსოფიის გარეშე სულის ნეულია და სხეულიც, როგორი ძლიერიც უნდა იყოს, ისეთი ჯანსაღია, როგორი ჯანსაღით შეიძლება იყოს გიჟისა თუ შეშლილის. ასე რომ, უწინარესად ისრუნე ამგვარ ჯანმრთელობაზე, შემდეგ კი მეორეზე, რომელიც ძვირი არ დაგიჯდება, თუ კი ჯანსაღად ყოფნას ისურვებ. მართლაც სისულელია და განათლებული ადამიანისთვის შეუფერებელია, ჩემო ლუცილიუს, დრო კუნთების გავარჯიშებაზე, მხრების გაფართოებასა და ფილტვების გაკაჟებაზე დახარჯო. თუნდაც კვებამ კარგი შედეგი გამოიღოს და კუნთებიც დაგებეროს, ვერც ძალით და ვერც წონით ნასუკ ხარს ვერ შეედრები. ამას ისიც დაუმატე, რომ სხეულის მეტის სიმძიმე სულს ტვირთად დააწვება და მოქნილობის უნარს დაუკარგავს. ამიტომ, როგორც შეგიძლია, შეზღუდე სხეული და სულისთვის ადგილი გაათავისუფლე. მრავალი უსიამოვნება თანსდევს მათ, ვინც თავგამოდებით ზრუნავენ სხეულზე. ჯერ ერთი მომქანცველი ვარჯიშები გონებას ფიტავს და მათ ყურადღების მოკრებისა და რთული რამის შესწავლის უნარს უქვეითებს. მეორეც, საკვების სიუხვე ხელს უშლის გონების სინატიფეს. გარდა ამისა, მწვრთნელებად უნდა მიიღონ ყველაზე დაბალი რანგის მონები, ზეთითა და ღვინით შეპყრობილი ადამიანები, რომელთათვისაც დღე დიდებულად ჩაივლის, თუ კი გაოფლიანდებიან და დადენილი სითხის ადგილს ბევრი სასმელით შეავსებენ, რომელიც ცარიელ კუჭზე უფრო მოეკიდებათ, მაგრამ ოფლის ღვრადასმა ხომ გულძმარვიანი ცხოვრებაა. თუმცა არის მსუბუქი და ხანმოკლე ვარჯიშები, რომლებიც სწრაფად კანცავს სხეულს და ბევრ დროს არ ართმევს. ესენი განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ. ეს ვარჯიშებია: სირბილი, ხელით სიმძიმის აწევა და ხტომა,
ან სიმაღლეზე, ან სიგრძეზე, ან როგორც იტყვიან, სალიარების ყაიდაზე, ან უფრო უხეშად ვიტყვი, მემაუდეებივით. აირჩიე, რომელი ვარჯიშიც გენებოს უბრალოებისა თუ სიმარტივის გამო. მაგრამ რაც უნდა გააკეთო, სხეულიდან მალევე დაუბრუნდი სულს. დღე და ღამე ავარჯიშე, რადგან ზომიერი ძალისხმევა მას კვებავს. ამგვარ ვარჯიშს ხელს ვერ შეუშლის ვერც სუსხი, ვერც პაპანაკება, სიბერეც კი. იზრუნე იმ სიკეთეზე, რომელიც დროის გასვლასთან ერთად უფრო ფასეული ხდება. სულაც არ გავალდებულებ, მუდამ წიგნებსა და საწერდაფებზე იყო გადამხობილი. სულსაც სჭირდება დასვენება. მაგრამ ისი არა, რომ დაჩლოგდეს, არამედ ძალა რომ აღიდგინოს. ტახტრევანით გასეირნება სხეულსაც შეანჩხრევს და არც სწავლა განათლებას უშლის ხელს. გინდ იკითხე, გინდ უკარნახე, გინდ ისაუბრე, გინდ მოусმინე. ფეხით სიარულიც მოგცემს იმავეს გაკეთების საშუალებას. არც ხმის ვარჯიში უნდა უგულებელყო. აი, ტონალობისა და რიტმის მიხედვით მის აწევ-დაწევას კი გიკრძალა. რა მოხდება, თუ შემდგომ სიარულის სწავლას მოისურვებ? მაშინ შენამდე მოუშვი ისინი, ვისაც შიმშილმა მანამდე არნახული ხრიკები ასწავლა. ერთი გამოზომილს გახდის შენს ნაბიჯებს, მეორე ჭამის დროს შენს ლოყებს დააკვირდება და იქამდე შეტობავს, სადამდეც მის ურცხობას ნებას მისცემს შენი მოთმინება და მიმდობლობა. და რა გამოდის? შენი ხმა თავიდანვე ყვირილით და მეტისმეტი დაძაბვით უნდა ჟღერდეს? არა, ბუნებრივია ხმის თანდათანობით აწევა. დავის დროსაც კი ჯერ საუბრით იწყებენ, ყვირილზე შემდეგ გადადიან. კვირიტებს მაშინვე არავინ უხმობს. ამიტომ, როგორც უნდა გაგიტაცოს სულიერმა აღტყინებამ, ხან გააძლიერე შენი შეძახილი, ხან შეარბილე, საითაც თავად შენი ხმა მოგიწოდებს. როცა მას კვლავ დაუწევ, დაე თანდათანობით მიყუჩდეს, მაგრამ მკვეთრად არ დაეცეს. მიზანი ის კი არ არის ხმამ გაივარჯიშოს, არამედ ის, რომ მსმენელი გაავარჯიშოს. არც თუ მცირე საზრუნავისგან გაგათავისუფლე. ამ სიკეთეებთან ერთად მცირე ბერძნული საჩუქრითაც დაგაჯილდოებ. აი შესანიშნავი შეგონება. ბრიყვის სიცოცხლე უმადური და შიშით სავსეა იმიტომ, რომ ყველაფერს სამომავლოდ გადადებს. ეს ვინ თქვაო შემეკითხები? იმავემ, ვიც წინა სიტყვები. შენი აზრით, როგორ სიცოცხლეს უწოდებენ ბრიყურს? როგორიც ბაბასი და ისიოსია? არა, გულისხმობს ჩვენსას, ვისაც ბრმა სურვილები გვეზიდება იმისკენ, რაც საზიანოა და რაც არასოდეს დაგვაკმაყოფილებს. მათგან რომელიმეს ჩვენი დაკმაყოფილება რომ შეეძლოს, დიდი ხნის წინ მოახერხებდა. ჩვენ კი არ ვფიქრობთ, რა სასიამოვნოა, არაფერს ითხოვდე, რა დიდებულია, იყო თვითკმარი და არ იყო ფორტუნაზე დამოკიდებული. ამიტომ თავს ხშირად შეახსენე ლუცილიუს, რამდენს მიაღწიე. როცა დაინახავ, რამდენმა გაგისწრო, იფიქრე, რამდენი ჩამოგრჩა. თუ გსურს ღმერთებისა და საკუთარი ცხოვრების მადლიერი იყო, იფიქრე, რამდენს გაუსწარი. თუმცა, სხვებთან რა გესაქმება, შენ საკუთარ თავს გაუსწარი. დაუდგინე შენს თავს მიჯნა, რომელსაც ვერ გადააბიჯებ, კიდეც რომ მოინდომო. და ოდესმე მოგშორდეს ეს მზაკვარი სიკეთეები, უფრო მიმზიდველი რომ არის მოიმედეებისთვის, ვიდრე მათთვის, ვინც ისინი უკვე ხელთ იგდო. მათ რომ სიმტკიცე თუ სიმყარე ჰქონოდა, ოდესმე მაინც მოიტან დაკმაყოფილებას. ახლა კი მხოლოდ აღვივებს დაწაფებულთა წყურვილს. შორს მზერის დამატკბობელი მანქანებანი. რაც შეეხება მომავალში გაურკვეվել ხვედრს, რატომ უნდა მოვითხოვო ფორტუნისგან, მიბოძოს იგი, ნაცვლად იმისა, საკუთარ თავს მოვთხოვო, რომ მისკენ აღარ ვილტვოდე? რატომ უნდა ვილტვოდე? ადამიანის უმწეობის დამვიწყებელმა, რატომ უნდა დავაგროვო ქონება? რისთვის გავისარჯო? დღევანდელი დღე უკანასკნელია და თუ არა, უკანასკნელთან მიახლოებული ხომ არის? იყავი კარგად. წერილი მე-16. სენეკა მიესალმება ლუცილიუსს. ვიცი ლუცილიუს, შენთვის ნათელია,
რომ ვერავინ იცხოვრებს არათუ ნეტარად, არამედ ასატანადაც კი სიბრძნეს თუ არ შეისწავლის. ვინაიდან ცხოვრებას ნეტარად აქცევს სრულყოფილი სიბრძნე, თუმცა მისი საწყისებიც კი ცხოვრებას ასატანს ხდის. ეს აზრი, თუმცა ნათელია, უნდა განმტკიცდეს და ყოველდღიური ფიქრით კიდევ გაღრმავდეს. მეტი ძალისხმევაა საჭირო ღირსეულ მიზნებს მიყვე, ვიდრე ისინი დაისახო. უნდა იყოს შეუპოვარი და ძალა ამრავლო უწყვეტი მუყაითობით, ვიდრე კეთილინება კეთილზნედ არ იქცევა. ასე რომ, ჩემი თანდასწრებით სიტყვამრავლობა და შეგონებები აღარ გჭირდება. მე ხომ ვიცი, როგორ წინ წახვედი. ჩემთვის ცნობილია, საიდან იღებ იმას, რასაც მწერ. ის არც ყალბია, არც შელამაზებული. და მაინც ვიტყვი, რასაც ვგრძნობ. იმედი მაქვს შენი, მაგრამ ჯერ არ ვარ დარწმუნებული. შენგანაც იგივე მსურს. არა გაქვს მიზეზი, ასე იოლად და სწრაფად დაიჯერო საკუთარი თავის. ჩაუღრმავდი საკუთარ თავს, ყოველი მხრიდან შეხედე და შეამოწმე. ყველაზე უწინ კი დააკვირდი. წინ ფილოსოფიაში წახვედი თუ მხოლოდ ასაკში. ფილოსოფია არ არის მასის წინაშე საჩვენებელი ხრიკი და არც თავის გამოსაჩენად შექმნილი. მისი საზრუნავი საქმეა და არა სიტყვები. იგი იმისთვის არ არის, რომ დღეს სასიამოვნოდ გაატარო და დრო მოწყენილობის გარეშე მოკლა. იგი სულ საყალიბებს და გამობრძმეთს, ცხოვრებას აწესრიგებს, ჩვენს საქციელს წარმართავს, მიგვითითებს, რა გავაკეთოთ და თავი რისგან შევიკავოთ. საჭეს თანზის და სახიფათო ზღვებში სწორი კურსით მივყავართ. მის გარეშე ვერავინ შეძლებს სიცხოვროს უშიშრად, უშფოთველად. მირიადი რამ ხდება ყოველ საათში და გვჭირდება რჩევა, რომელიც ფილოსოფიაში უნდა ვეძებოთ. მავანი იტყვის, რაში მარგია ფილოსოფია, თუ ბედისწერა არსებობს. რაში მარგია, თუ კი ღმერთია გამკარგველი. რაში მარგია, თუ კი შემთხვევითობა მეუფობს. ვერ შევცვლი იმას, რაც გარკვეულია, ხოლო იმის წინააღმდეგ ვერაფერს დაგეგმავ, რაც გაურკვეველია. ან ღმერთი განჭვრეთს ჩემს ზრახვებს და გადაწყვეტს, როგორ ვიმოქმედო, ან ფორტუნა არ მანებებს დავსახო გეგმები. მიუხედავად იმისა, ლუცილიუს, მათ შორის რომელია ჭეშმარიტი, თუნდ ყველა იყოს, ფილოსოფიას უნდა მისდიო. გუბორკავს თუ არა ბედისწერა გარდაუვალი კანონით, განკარგავს თუ არა ყოველივეს ღმერთი, სამყაროს უზენაესი მსაჯული, თუ შემთხვევითობა წესრიგის გარეშე მიერეკება და მიმოფანტავს ადამიანურ საქმეებს, ჩვენ უნდა დაგვიცვას ფილოსოფია. ის მოგცემს ძალას, ღმერთს ნებაყოფლობით დავმორჩილდეთ, ხოლო ფორტუნას უხალისოდ. ის გვასწავლის, მივყვეთ ღმერთს და გავუმკლავდეთ შემთხვევითობას. მაგრამ ახლა დრო არ არის იმის განხილვის, ემორჩილება თუ არა რაიმე ჩვენს ძალმოსილებას. თუ კი მეუფებს განგება, ან საბედისწერო მოვლენათა ჯაჭვი, თუ კი შებორკილებს მიგვათრევს, ან მოულოდნელი და განუჭვრეტელი თუ კი ბატონობს ჩვენზე. დავუბრუნდები ჩემს დარიგებებსა და შეგონებებს. არ დაუშვა, რომ შენი სული სახმაფრენა ჩაქრეს და გაცივდეს. მას ჩაეჭიდე და განამტკიცე, რათა რაც ახლა სულის აღდგენებაა, ჩვევად იქცეს. თუ კარგად გიცნობ, თავიდანვე მოძებდი, რასაც უქარს მოგიტანს ეს წერილი. მოიძიე და იპოვი. ჩემი სულგრძელობით აღტაცების მიზეზი არ არსებობს. აქამდე სხვისით ვიყავი ხელგაშლილი, თუმცა რატომ სხვისით? ყველაფერი, რაც კარგად არის ნათქვამი, ჩემიცაა, ვის მიერაც უნდა იყოს წარმოთქმული. აი, ეს ეპიკურეს სიტყვებია. თუ ბუნების მიხედვით იცხოვრებ, არასოდეს იქნები ღარიბი. თუ ადამიანთა აზრების, არასოდეს იქნები მდიდარი. ბუნებას ცოტა რამ სურს, ადამიანთა გონებას აურაცხელი. თუნდაც მოიხვეჭო ის, რასაც მდიდართა უმრავლესობა ფლობს, თუნდაც ფორტუნამ ერთეული ადამიანისთვის დაშვებულ სიმდიდრის ზღვარს გადაგაცილოს, თუნდაც ოქრო დაგიხვავოს და ძოწეულით შეგმოსოს, იმდენი სიტკბოება და სიმდიდრე გიბოძოს, რომ მიწა მარმარილოთი დაფარო, არა მხოლოდ ფლობდე განძს, არამედ მასზე დააბიჯებდე,
თუნდაც გიმრავლოს ქანდაკებები, ნახატები და ყოველივე, რაც ხელოვნებას შეუქმნია ფუფუნებისათვის, ამათგან მხოლოდ უფრო მეტი სურვილს ისწავლი. ბუნებრივ სურვილებს ზღვარი აქვს, მცდარი აზრისგან წარმოშობილმა კი არ უწყის სად შეჩერდეს, ვინაიდან მცდარობისთვის ზღვარი არ არსებობს. გზაზე მიმავალს აქვს დანიშნულების ადგილი, ხეტი ალიკი უსასრულოა. ამიტომ გაშორდი ყოველივე ამაოს და თუ რაიმეს ძიებისას მოგესურვება გაიგო, შენი სურვილი ბუნებრივია თუ ბრმა, დააკვირდი, შეუძლია თუ არა სადმე შეჩერება. თუ შორს მიმავალი შენიშნავ, რომ მიზნამდე კიდევ უფრო შორია, იცოდე, რომ შენი სურვილი ბუნებრივი არ არის. იყავი კარგად. წერილი B18. სენეკა მიესალმება ლუცილიუსს. დეკემბერია, მაგრამ მთელ ქალაქში ციებ-ცხელებაა. სიამოვნებისკენ ლტოლვამ კანონის ძალა შეიძინა. ყველგან ისმის არნახული სამზადისის გამოძახილი, თითქოს და მართლაც დიდი განსხვავება იყოს სატურნალიასა და ჩვეულებრივ სამუშაო დღეებს შორის. განსხვავება არ არის და მეც მეჩვენება, მართალი იყო ვინც თქვა, რომ ადრე დეკემბერი ერთი თვე გრძელდებოდა, ახლა კი მთელი წელიწადი. აქ რომ მახლდე, სიამოვნებით ვიმსჯელებდი შენთან იმაზე, რაც შენი აზრით გასაკეთებელია. უნდა გადავუხვიოთ ჩვენს ყოველდღიურ ჩვეულებას, თუ საერთოდ წესჩვეულებებთან მოკიშპედრომ არ გამოვჩდეთ, ხალისიანად ვინადიმოთ და ტოგა გავიხადოთ. რაც ადრე მიღებული იყო არეულობის დროს სახელმწიფოსათვის მწუხარების ჟამს, ახლა სიამოვნებისა და დღესასწაულის გამო ვაკეთებთ. სამოსელს ვიცვლით. თუ კარგად გიცნობ, შუაკაცის როლს იკისრებ და ჩათვლი, რომ პილევსით თავდაბურულ მასას ყველაფერში არ უნდა მივბაძოთ, არც ყველაფრით უნდა განსხვავდებოდეთ მისგან. თუმცა სწორედ ამ დღეებშია საჭირო მკაცრად განკარგოთ სული, რათა მარტოდ შეიკავოს თავის სიამოვნებისგან, როცა მთელი ხალხი მას მიეცემა. თავისი უდრეკობის ნამდვილ მტკიცებულებას მიიღებს, თუ არ ახვება სიამოვნების მიმზიდველ საცდურს და თუ მასში ვერ ჩაითრევენ. მეტი სიმტკიცე ის არის, ფხიზელი დარჩე, როცა ხალხი რწყევამდეა გალეშილი. მეორე მხრივ, მეტი ზომიერებაა, არ გაითქვიფო სხვებში, ან არ გამოცალკევდე და გამონაკლისი არ იყო. აკეთო ის, რასაც სხვები, მაგრამ განსხვავებულად. ამგვარად, შეიძლება დღესასწაული იზეიმო, მაგრამ განცხრომას არ ახვე. მაგრამ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, შენი სულის ურყეობა გამოვცადო. დიდი ადამიანების რჩევა დარიგების თანახმად მეც გირჩევ. გამოყავი რამდენიმე დღე, როცა დასჯერდები მწირ და იაფ საკვებს, მკაცრ და უხეშ სამოსელს და საკუთარ თავს კითხავ. ნუ თუ ეს არის ის, რისიც მეშინოდა. როცა სრულიად უშფოთველია, მაშინ უნდა ემზადოს სული ძნელბედობისათვის და სანამ ფორტუნა მწყალობელია, უნდა მოიკრიბო ძალა მის მზაკვრობათა წინააღმდეგ. ჯარისკაცები მშვიდობიანობის დროსაც მიდიან ლაშქრობაში, აგებენ მიწაყრილს არარსებული მტრის წინააღმდეგ. ქანცაცლიან თავს უსაგნო შრომით, რათა საჭირო დროს ძალა ეყოთ. თუ არ გინდა, რომ მეომარმა ბრძოლაში იკანკალოს, იგი ბრძოლის წინ გამოაწრთე. ამ წეს მისდევდნენ ისინიც, ვინც თვეში ერთხელ თავს იკატუნებდა, რომ ღარიბი იყო, რათა არასოდეს შეშინებოდათ იმ მდგომარეობის, რომელსაც ხშირად გამოსცდიდნენ. ოღონდ არ იფიქრო, რომ გესაუბრები ტიმონის ტრაპეზზე, ღარიბთა სენაკებსა და ფუფუნებისადმი ტოლვა მოკირჭებულ მდიდართა სხვა ახირებებზე. და შენი ქვეშაგები იყო სუხეში, ასეთივე შენი საბანი, ხოლო პური დარე და მაგარი. გაუძელი ყოველივე ამას 3-4 დღე, ზოგჯერ მეტიც, მაგრამ არა თავშესაქცევად, არამედ საკუთარი თავის გამოსაცდელად. მაშინ მერწმუნე ლუცილიუს, გაიხარებ, მწირის საკვებითაც რომ დაკმაყოფილდები და გაიგებ, უშფოთველობისათვის ფორტუნა რომ არ არის საჭირო. ვინაიდან როცა ჩვენზეა განრისხებული, იმ დროსაც კი გვიბოძებს, რაც ჩვენთვის აუცილებელია. არაფრად გარგია იმაზე ფიქრი, თითქოს აკეთებ რაიმე განსაკუთრებულს. იმავეს 1000-ობით მონა და 1000-ობით ღარიბი აკეთებს, თუმცა
ერთი რამის გამო დააფასე საკუთარი თავი. ამას ძალდატანებით არ იქ. გაგიადვილდება ამის მუდმივად დათმენა ისევე, როგორც დრო გამოშვებით დაითმენდი ხოლმე. მოდი, ბრძოლისთვის გამოვიწვრთნათ და გაჭირვება დავიახლოვოთ, რათა ფორტუნა თავს მოუმზადებელს არ დაგვადგეს. უფრო უშფოთველი ვიქნებით კეთილდღეობისას, თუ კი გვეცოდინება, რომ ღარიბად ყოფნა სამძიმო არ არის. თვით სიამოვნების მოძღვარს ეპიკურეს ჰქონდა განსაზღვრული დღეები, როდესაც ოდნავ იკმაყოფილებდა შიმშილს, რათა ენახა, დააკლდებოდა თუ არა ამით რაიმე დიდ და სრულყოფილ სიამოვნებას, ხოლო თუ ასე იქნებოდა, რაოდენობით დააკლდებოდა და ღირდა თუ არა დიდ ძალისხმევად ამ დანაკლისის ანაზღაურება. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს პოლიანუსისადმი მიწერილ წერილებში ქარინოსის არქონტად ყოფნის წელს. მათ შეისტრაბახობს, რომ საკვებზე დახარჯა 100-ზე ნაკლები, ხოლო მეტროდორუსმა, რომლის წარმატებაც ნაკლები იყო, მთელი 100. და შენ ფიქრობ, რომ ასეთი საკვებით გაძღომა შეიძლება? დიახ, თან სიამოვნების მიღებაც, არა მსუბუქი და წარმავალი სიამოვნების, რომელიც ყოველთვის ხელახლა უნდა განიცადო, არამედ უცვლელის და საიმედოსი. ნუ იქნება გემრიელი ქერის სალაფავი ან პურის ქერქი, მაგრამ უდიდესი სიამოვნებაა ის, რომ შეგიძლია სიამოვნება მიიღო იმით და თავი მიიყვანო იქამდე, რასაც ფორტუნის მტრობა ვერ წაგართმევს. ციხის საკვები უფრო უხვია. ის, ვინც სასიკვდილო განაჩენისთვის გამოცალკევებული ადამიანები უნდა დასაჯოს, მათ მწირად როდი კვებავს. მაშ როგორი დიადია მისი სული, ვინც ნებით თავს უმორჩილებს იმ სატანჯველს, რომელიც სიკვდილ მისჯილებსაც კი არ ემუქრება. ეს ნიშნავს, ფორტუნის დარტყმები წინასწარ თავიდან აიცილო. მაშ, ჩემო ლუცილიუს, შევდექი მათ წესჩვეულებებს და რამდენიმე დღე განსაზღვრე იმისთვის, რომ გაერიდო შენ საქმეებს და მცირედით დაკმაყოფილებას მიეჩვიო. სიღარიბესთან გაშინაურების დროა. სტუმარო, სიმდიდრე არაბრად ჩააგდე და ღმერთის ღირსადაც იქეცი მისდარად. ღმერთის ღირსი მხოლოდ ისაა, ვინც სიმდიდრეს არაფრად აგდებს. მე არ გიკრძალავ მის ფლობას, მაგრამ სურს მას შიშის გარეშე ფლობდე. ამას კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიაღწევ. თუ ირწმუნებ, რომ ნეტარად ცხოვრება მის გარეშეც შეგიძლია და თუ მას ყოველთვის ისე შეხედავ, როგორც რაღაც წარმავალს. უკვე ამ წერილის დაკეცვა უნდა დამეწყო. შენ კი მეუბნები. ჯერ მიბოძე ის, რაც ვალად გაქვს. ეპიკურესთან მიგავლენ, ის გადაგიხდის. ზღვარგადასული მრისხანება სიგიჟეს შობს. არ შეიძლება არ იცოდე, რომ ეს სწორია. შენ ხომ მყავდა მტერიც და მონაც. ეს ვნება ყველა პიროვნებაში იფეთქებს. ის იბადება სიყვარულიდანაც, სიძულვილიდანაც, სერიოზული საქმეებიდანაც, თამაშიდან თუ გართობიდანაც. იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, დიდია თუ არა მისი გამომწვევი მიზეზი, არამედ იმას, როგორ სულში დაივანებს. ზუსტად ასევე მნიშვნელოვანია არა ის, ცეცხლი დიდია თუ არა, არამედ ის, რას დაეცემა. მყარსაგნებს უძლიერესი ალიც კი არ მოედება. ხმელი დაადვილა და ალებადი, ნაპერწკალსაც კი ხანძრად აქცევს. ასეა ჩემო ლუცილიუს, ძლიერი რისხვის შედეგი გაშმაგებაა. ამიტომ რისხანებას თავი უნდა ავარიდოთ, არა წონასწორობის, არამედ სულიერი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. იყავი კარგად. წერილი 26. სენეკა მიესალმება ლუცილიუსს. ამას წინათ გეუბნებოდი, რომ სიბერის თვალსაწიერში ვარ. ახლა კი ვშიშობ, რომ სიბერე უკან მოვიტოვე. არც ჩემს წლოვანებას და არც ჩემს სხეულს ეს სიტყვა აღარ მიესადაგება. სიბერეს ხომ სიძაბუნის ასაკს უწოდებენ და არა მოტეხილობის. ჩამთვალე დაჩაჩანაკებულთა და დასალიერამდე მიღწეულთა რიცხვში. და მაინც მოწმე ხარ, საკუთარ თავს მადლობას ვწირავ, რადგან ასაკობრივ ბეჭაობას მხოლოდ სხეული გრძნობს და არა სული. დაბერდა მხოლოდ ჩემი მანკიერებები,
და ის, რაც ამ მანკიერებებს ხელს უწყობდა. ჩემი სული ძლიერია და ხარობს, რომ სხეულთან ბევრი აღარაფერი ესაქმება. თავისი ტვირთის დიდი ნაწილი გვერდზე გადადო. იგი ზეიმობს და სიბერის თაობაზე მეკამათება. ამბობს, რომ ახლა მისი გაფორჩქნის ხანა. მას უნდა ვერწმუნო და თავისი სიკეთით ისარგებლოს. მთხოვს დავფიქრდე და გავერკვიო. სიმშვიდისა და თავშეკავების ზნეჩვეულებებით როგორ ვარ დავალებული სიბრძნისაგან და როგორ ასაკისაგან. ის მთავაზობს გულდასმით გავარჩიო, რისი გაკეთება არ შემიძლია და რისი გაკეთება არ მინდა. თუ კი მახარებს, რომ რაღაც არ შემიძლია, ჩავთვლი, რომ იგი არ მინდა. განაარსებობს შივილის მიზეზი, თუ კი უსიამოვნება, რომელიც საბოლოოდ უნდა დასრულდეს, გაქრება? დიახ, ეს დიდი უბედურებაა, იტყვი შენ. დაიმცირო და გაქრე. უпроსწორად რომ თქვა, დაიშრიტო, რადგან ერთბაშად კი არ კრავენ ხელს და გვანარცხებენ. ნელ-ნელა გვთანთქავენ და თითოეული დღე ჩვენი ძალის რაღაც ნაწილს გვტაცებს. თუმცა, განა არის უკეთესი ბოლო, ვიდრე საკუთარ დასასრულში გაილიო, როცა ბუნება თანდათან გათავისუფლებს? ის კი არა, თითქოს უცებ და მოულოდნელად სიცოცხლიდან წასვლა ცუდი იყოს, მაგრამ ეს ნელი გზა უფრო გვეადვილება. სანამ გამოცდის დრო ახლოვდება და დგება დღე, ჩემი ცხოვრების ყველა წელს განაჩენს რომ გამოუტანს, თავს ვაკვირდები და შევუძახებ. ჩემი სიტყვა თუ საქმე, აქამდე არაფერს ამტკიცებს. სიმამაცის ამ დასტურთაგან თითოეული ზერელე და მაცდუნებელია. შეფუთულია მრავალი ზიზილპიპილით. სიკვდილს მივანდობ განსჯას, თუ რას მივაღწიე. კრძალვის გარეშე ველოდები იმ დღეს, როცა გვერდზე გადავდებ ხრიკებსა და შენიღბვას და საკუთარ თავს განაჩენს გამოვუტან. მამაცურად მხოლოდ ვლაპარაკობ, თუ ვფიქრობ კიდეც. ხომ არ იყო თვალთმაქცობა და გათამაშება ფორტუნის საწინააღმდეგო ყოველი ჩემი მტკიცე სიტყვა. ხალხის აზრი უკუაგდე. ის ყოველთვის არასაიმედო და ორჭოფულია. უკუაგდე ის სწავლებანი, რომელთაც მთელი ცხოვრება ეუფლებოდი. სიკვდილი გამოგიტანს განაჩენს. აი რას გულისხმობ. პაექრობა და დასწავლილი სიტყვები, ბრძენკაცთა დარიგებებიდან შეკრებილი გამონათქვამები და კულტურული საუბრები, ეს ყველაფერი ჭეშმარიტი სულიერი სიძლიერის მტკიცებულებად არ გამოდგება. ყველაზე ფრთხალსაც კი შეუძლია გაბედული სიტყვა წარმოთქვას. რას მიაღწიე, გამოვლინდება მხოლოდ იმ დროს, როდესაც სული აღმოგხდება. ვიღებ ამ პირობას, სამსჯავროსი არ მეშინია. ასე ვსაუბრობ საკუთარ თავთან, მაგრამ შეგიძლია იფიქრო შენთანაც. ჩემზე ახალგაზრდა ხარ, მერე რა, 10 წლებით ხომ არ არის. უცნობია სადგელოდება სიკვდილი, ამიტომ მას ყველგან უნდა ელოდო. დასრულება მინდოდა და ხელი ბოლო წინადადებისთვის ემზადებოდა, მაგრამ წესი უნდა აღსრულდეს. ამ წერილსაც უნდა საგზლის მიცემა. ჩათვალე, რომ არ გეუბნები ვალსაიდან ავიღებ. შენ ხომ იცი, ვის ყულაბას ვიყენებ. ცოტაც მოითმინე და საკუთარიდანაც გადაგიხდი. ამასობაში კი ეპიკურე გაგიმართავს ხელს ამ სიტყვებით. იფიქრე სიკვდილზე. ან თუ ასე უფრო მოსახერხებელია, გადაინაცვლე ღმერთებთან. აქ აზრი ნათელია. სიკვდილი გაისიგრძეგანო, ეს ხომ მშვენიერია. შეიძლება ფიქრობ, რომ ზედმეტია იმის სწავლა, რაც მხოლოდ ერთხელ გამოგადგება. არა, სწორედ ამიტომ არის საჭირო მასზე ფიქრი. როცა ჩვენს ცოდნას ვერ შევამოწმებთ, ყოველთვის რაღაც უნდა ვისწავლოთ. იფიქრე სიკვდილზე. ვინც ასე ამბობს, ის თავისუფლებაზე ფიქრისკენ მოგვიწოდებს. ვინც სიკვდილი ისწავლა, მან მონატყოფნა დაივიწყა. იგი ყოველგვარ ძალაუფლებაზე მაღლა დგას და ყოველივეს აღემატება. რა არის მისთვის საპყრობილი ან მცველები და გისოსები? მისთვის გამოსასვლელი კარი ღიაა. არსებობს მხოლოდ ერთი ჯაჭვი, რომელიც გუბორკავს, სიცოცხლის სიყვარული.
ის შეიძლება არ მოვიხსნათ, მაგრამ მისი შესუსტებაა საჭირო, რადგან თუ ვითარება მოითხოვს, ვერაფერმა დაგვაბრკოლოს, ან ხელი შეუშალოს ჩვენს მზადყოფნას, ყისიერად გავაკეთოთ ის, რაც ადრე თუ გვიან უნდა მოვიმოქმედოთ. იყავი კარგად. წერილი 27. სენეკა მიესალმება ლუცილიუსს. რჩევას მაძლევ, იტყვი, იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარ თავს უკვე ურჩიე და გამოასწორე. სხვათა სწორგზაზე დასაყენებლად ახლა ამიტომ მოიცალე? არც ისეთი ახირებული ვარ, თავად სნეულმა სხვებს ვუმკურნალო. მე თითქოს ვავად მყოფობ შენთან ერთად ერთ ოთახში და გესაუბრები საერთო სნეულებაზე. გირჩევ სხვადასხვა წამალს. ამიტომ მომისმინე ისე, თითქოს საკუთარ თავს ველაპარაკებოდე. გიშვებ ჩემს ფარულ სამყოფელში და შენი თანდასწრებით საკუთარ თავს დავმოწყურავ. თავს შევუძახებ. დაითვალე შენი წლები და შეგრცხვება, იგივე რომ გსურს, რაც ყმაწვილ კაცობაში გნებავდა და იმავეს რომ გეგმავ. ერთი რამ გააკეთე შენთვის, სანამ სიკვდილის საათი მოსულა. და ნაკლოვანებები შენზე უწინ დაიხოცო. უარი თქვი ბობოქარ სიამოვნებებზე, რომელთა გამოც ასე ძვირის გადახდა გიწევს. მათ ზიანი მოაქვთ არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოდიან, არამედ მაშინაც, როდესაც გვტოვებენ. როგორც არ ცხრება შფოთვა დანაშაულის გამო, თუნდაც არ გამოაშკარავდეს, ასევე დანაშაულებრივი სიამოვნებით აღწრული სინანული რჩება სიამოვნების შემდეგაც. ის არც მტკიცია, არც საიმედო და თუნდაც ზიანი არ მოგაყენოს, ხელიდან გისხლდება. უმჯობესია ეძიო წარუვალი სიკეთე. ასეთი კი იქნება მხოლოდ ის, რომელსაც სული თავის თავში აღმოაჩენს. ოდენ სათნოება გვანიჭებს მუდმივ და საიმედო სიხარულს, თუ კი წინ რამე ეღობება. ეს იმის მსგავსია, როცა ღრუბელი ცის ქვეშ მოძრაობს და დღის სინათლეს ვერ ჯაბნის. როდის მიიღწევა ეს სიხარული? აქამდეც არ ყოფილხარ ზოზინა, ახლა უფრო უნდა აჩქარდე. იმდენი რჩება გასაკეთებელი, რომ აუცილებელია შენი გულმოდგინება და შრომა, თუ კი გსურს რაიმეს მიაღწიო. ამ საქმეს სხვას ნუ გადააბარებ. სხვა სახის ლიტერატურული საქმიანობისათვის ხელის წაშველება დასაშვებია. ჩვენს ხსოვნას შემორჩა კალვისიუს საბინუსი, მდიდარი კაცი, რომელიც ქონებითაც და თვისებებითაც აზატი იყო. არასოდეს მინახავს თავისი კეთილდღეობით ასეთი უგვანი. მეხსიერება ჰქონდა ისეთი ცუდი, რომ ავიწყდებოდა ხან ულისეს, ხან აქილევსის, პრიამოსის სახელები, რომლებიც ისე კარგად იცოდა, როგორც ჩვენ თანმხლები მონების სახელები. მოხუცი ნომენკლატორი, რომელიც საკუთარი სახელით კი არ მიმართავს, არამედ მოგონილით, არ მისალმებია ისი არასწორად თანამოქალაქეებს, როგორც კალვისიუსი ტროელებსა და აქაველებს. არადა სურდა, ცოდნეთ გამოჩენილიყო. ამიტომ მან ეს ხრიკი მოიგონა. მონები ძვირად იყიდა. ერთს ხომეროსი უნდა სცოდნოდა ზეპირად, მეორეს ხესიოდე. კიდევ 9 გაანაწილა თითოეულ ლირიკოსზე. არ გაგიკვირდეს, რომ ისინი ძვირი დაუჯდა. ასეთ მონებს ხომ ვერ იპოვიდა, მათი მომზადებისთვის ხარჯი უნდა გაეღო. როცა ეს მსახურები შემოიკრიბა, დაიწყო თანამეინახეთათვის თავის მობესრება. მონებს გვერდიდან არ იშორებდა და თუმცა მათ ხშირად ეკითხებოდა ლექსებს, რომლებიც უნდა გაემეორებინა, მაინც შუა სიტყვაზე წაბორძიგდებოდა ხოლმე. სატელიუს კვადრატუსმა, სულელი მდიდრების ხარჯზე მუქთამჭამელმა, მათმა მაამებელმა, რაც პირველს თანსდევს, და მასხრა დამგდებმა, რაც წინაორთან არის დაკავშირებული, ურჩია, აეყვანა ნასუფრალი სამკრეფი გრამატიკოსები. როცა საბინუსმა თქვა, რომ თითოეული მონა 100,000 დაუჯდა, სატელიუსმა მიუგო. ამდენივე წიგნების შესანახი ყუთი შეგეძლო გეყიდა, უფრო იაფადო. ის კი მაინც იმაზრის იყო, რომ თითოეული შინამსახურის ცოდნა მისი ცოდნაა. იმავე სატელიუსმა დაიწყო ავადმყოფი, დაძაბუნებული და უღონო საბინიუსის წაქეზება ჭიდაობისთვის მიეყო ხელი. ხოლო როცა მან ჰკითხა, ამას როგორ შევძლებ, სული ძლივს მიდგასო, სატელიუსმა მიუგო.
ამას ნუიტყვი, გევედრები, ვერ ხედავ რამდენი ჯანღონით სავსე მონაყავს. საღგონებას ვერც ისესხებ, ვერც იყიდი. კიდეც რომ იყიდებოდეს, ვფიქრობ, არ მოიძებნებოდა მყიდველი. გამრუდებული კი ყოველდღიურად იყიდება. მაგრამ ნება მომეცი, ვალი გაგისტუმრო და დაგემშვიდობო. სიღარიბე, რომელიც ბუნების კანონებს ეთანხმება, სიმდიდრეა. ეპიკურე ხშირად იმეორებდა ამ აზრს ყოველთვის ახლებურად, მაგრამ არასოდეს ითქმის ხშირად, თუ კი სათანადოდ ვერ ისწავლი. ერთისთვის საკმარისია წამლის მითითება, მეორეს კი უნდა დააძალო. იყავი კარგად. წერილი 28. სენეკა მიესალმება ლუცილიუსს. ფიქრობ, ეს მხოლოდ შენ გადაგხდა? გაოცებს თითქოს სიახლეა ის, რომ ხანგრძლივმა მოგზაურობამ და ადგილის შეცვლამ ვერ გაფანტა სულის ზევდა და სიმძიმილი. უნდა შეცვალო არა ცარგვალი, არამედ თვითონ უნდა შეიცვალო სულიერად. კიდეც რომ გადაკვეთო უკიდე განოზღვა და როგორც ჩვენი ვერგილიუსი იტყოდა, შორს დარჩეს მიწა და ქალაქები, შენი მანკიერებანი თან დაგდევს ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე. აი რა უთხრა სოკრატემ კაცს, რომელიც წუწუნებდა. განდა გასაკვირია, რომ არავითარი სარგებელი არ გაქვს მოგზაურობისგან, თუ კი ყველგან საკუთარ თავს დაატარებ? იგივე მიზეზი, რომელმაც შინიდან გამოგაგდო, თან დაგდევს. რა სახეიროა ახალი მიწების ძიება, ან ქალაქებისა და ადგილების გაცნობა? ფუჭად ჩაივლის ეს აურზაური. მეკითხები, გაქცევა რატომ არ გეხმარება? იმიტომ, რომ საკუთარ თავთან ერთად გარბიხარ. სულიდან უნდა მოიშორო ტვირთი, ამის გარეშე ვერც ერთი ადგილი ვერ მოგვრის შვებას. გაიგე, რომ შენი ამჟამინდელი მდგომარეობა ისეთივეა, როგორცაც ვერგილიუსი ასახავს წინასწარმეტყველ ქალში, როცა ის აგზნებულია და გაშმაგებულია შეპყრობილი მიღმიერი შთაგონებით. შმაგად აწყდება აქეთ-იქით ქურუმი ქალი, ილტვის, გულიდან გააძევოს დიდი ღვთაება. შენც აქეთ-იქით აწყდები, რათა მოიცილო სულის შემხუთავი ტვირთი, რომელიც მით უფრო მძიმდება, რაც უფრო მეც დაეხედები. ხომალდისათვის ნაკლებად საზიანოა უძრავად დამაგრებული ტვირთი, მაგრამ თუ არათანაბრად დახვალდება, ფსკერისკენ გადაძალავს იმ ნაწილს, სადაც თავმოყრილია. რასაც აკეთებ, შენივე თავის წინააღმდეგ აკეთებ და ხეტიალით საკუთარ თავს აზიანებ, ვინაიდან სნეულს აჯანჯღარებ. როდესაც ამ ბოროტებას აღმოფხრი, ადგილთა ყოველგვარი ცვლილება შენთვის სასიამოვნო იქნება. თუნდაც ქვეყნიერების დასალიერში გაგამგზავრონ, თუნდაც ბარბაროსთა რომელიღაც კუნძულზე დაგასახლონ, ასეთი თავშესაფარი, როგორიც უნდა იყოს, შენთვის სტუმართმოყვარე აღმოჩნდება. მნიშვნელოვანია, როგორი წახვალ და არა ის, სად წახვალ. ამიტომ მთელი სულით არც ერთ ადგილს არ უნდა მივეჯაჭოთ. იცხოვრი ამ რწმენით. მე დავიბადე არაერთი კუთხისთვის, არამედ მთელი მსოფლიოა ჩემი სამშობლო. ამას თუ ნათლად გაიაზრებ, აღარ გაიოცებ, რომ არად გარგია მრავალგვარობა ადგილებისა, რომლებსაც გამუდმებით იცვლი, როცა წინა სამყოფელი მოგბეზრდება. მათგან პირველიც დაგაკმაყოფილებ და თუ კი ყველას შენს საკუთრად მიიჩნევდი. ახლა კი არ მოგზაურობ, არამედ დახეტიალობ და ერთ ადგილს მეორედ ვცვლი, როცა ის, რასაც ეძიებ, კარგად ცხოვრება, ყველგან არის. განა არის რამე ფორუმზე უფრო ხალხმრავალი, მაგრამ თუ საჭიროა, იქაც კი შეიძლება მშვიდად ცხოვრება. თუმცა, საკუთარი თავის განკარგვის ნება რომ მქონდეს, ფორუმის ხედსა და სიახლოვეს გავერიდებოდი. როგორც ზოგიერთი სახიფათო ადგილი ყველაზე მყარ ჯანმრთელობასაც კი შეარყევს, ასევე არის ისეთებიც, რომლებიც საზიანოა ჯანსაღი გონებისათვის. თუ მას ჯერ სრულყოფილებისთვის არ მეუღწევია, მაგრამ გამოჯანმრთელების გზას ადგას. არ ვეთანხმები მათ, ვინც ბობოქარ ტალღებში გადაეშვება, მიესალმება მშფოთვარე არსებობას და ყოველდღე მტკიცესულით ებრძვის ცხოვრებისეულ სირთულეებს. ბრძენი ამას გაუძლებს, მაგრამ არ აირჩევს. ამჯობინებს იყოს სიმშვიდეში, ვიდრე ბრძოლაში.
საკუთარ ნაკლოვანებათა ამოძირკვა მაინც და მაინც არ გამოგვადგება, როცა სხვის ნაკლოვანებებს ვეომებით. მავანი ამბობს, 30 ტირანი თავს ეხვია სოკრატეს და მისი სული მაინც ვერ გატეხეს. განა ის არის საქმე, ბატონი რამდენია. მონობა ყოველთვის ერთია და ვინც მას არაფრად აგდებს, თავისუფალია, თუნდაც მჩაგვრელთა ურიცხვი ბრბო ეხვიოს. წერილის დასრულების დროა, მაგრამ მანამდე ხარკია გადასახდელი. ნაკლის ცოდნა პირველი ნაბიჯია გაჯანსაღებისკენ. ჩემი აზრით, ეპიკურემეს ბრწყინვალედ თქვა. ვინც საკუთარი ნაკლი არ იცის, მას ხომ არ სურს მისი აღმოფხრა. უპირველესად, საჭიროა საკუთარი თავის მხილება, შემდეგ გამოსწორება. ზოგი თავის ბიწიერებით ტრაბახობს. როგორ მიგაჩნია? ნუ თუ გაკურნებაზე ფიქრობს ისეთი ადამიანი, რომელიც თავის ბიწიერებას სათნოებათა რიგს მიათვლის? ამიტომ შეძლებისამებრ თავი დაიდანაშაულე და ბრალი წაუყენე. ჯერ ბრალდებლად გამოდი, შემდეგ მოსამართლედ და ბოლოს დამცველად. ოდესღაც ხომ საკუთარ თავსაც უნდა დაუპირისპირდე. იყავი კარგად. წერილი 33. სენეკა მიესალმება ლუცილიუსს. შენ გსურს ამ წერილებსაც, როგორც უწინდელს, ჩვენი დიდი ადამიანების გამონათქვამები დავურთო. მაგრამ ისინი სიტყვა კაზმულობით როდი იყვნენ გადაცებული. მათ ნააზრევთა წყობა ვაჟკაცურია. თავადაც იცი, სადაც რაიმე გამორჩეული თვალს ხვდება, იქ ყველაფერი თანასწორი არ არის. ერთი ხით აღტაცებული ვერ იქნები, თუ კი მთელი დღე ერთნაირი სიმაღლისაა. ამგვარი გამონათქვამებით სავსეა ლექსებიც, სავსეა ისტორიკოსთა შრომებიც. ამიტომ არ მინდა იფიქრო, თითქოს ისინი მხოლოდ ეპიკურეს ეკუთვნის. ისინი საერთო საკუთრებაა, განსაკუთრებით კი ჩვენი, მაგრამ მისგან უფრო იქცევს ყურადღებას იმიტომ, რომ იშვიათად გვხვდება, იმიტომ, რომ მათ არ ელოდები, იმიტომ, რომ უჩვეულოა ვაჟკაცური სიტყვა სინაზის მქადაგებელ ადამიანთან. ასე მსჯელობს მასზე უმრავლესობა, მაგრამ ჩემთვის ეპიკურე ვაჟკაცური იქნება გრძელი სახელოებითაც კი. სიმამაცე და გულმოდგინება, ბრძოლისთვის მზადყოფნა, სპარსელებსაც ახასიათებს და არა მარტო მაღლა ქამარ შემოჭერილებს. ამრიგად, რატომ ითხოვ ჩემგან მრავალგზის განმეორებული სიტყვებიდან ამორჩევას, თუ კი ის, რაც შეიძლება სხვებს მხოლოდ შეურჩიო, ჩვენთან ჩვეულებრივ ითქმის. ჩვენ არა გვაქვს თვალშიცაცემი სატყუ არა. არ გავუცრუებთ იმედს მყიდველს, რომ შემოსვლისთანავე ვერაფერი ნახოს გარდა იმისა, რაც საჩვენებლად არის ჩამოკიდებული. ჩვენ თითოეულს ვრთავთ ნებას, ნიმუში საიდანაც სურს იქიდან ამოირჩიოს. დავუშვათ, რომ გვინდა სიმრავლიდან ამა თუ იმ გამონათქვამების შერჩევა. ვის მივაწეროთ იგი? ზენოს თუ კლიანთოს? იქნებ ქრისიპოს, პანაეთიუს ან პოსიდონიუს? ჩვენზე მეფობა არ ვრცელდება, თითოეული თავის თავს განაგებს, მათ შორის კი, რაც ჰერმარქეს ან მეტროდორუს უთქვამთ, ერთ წყაროს მიეწერება. ამ ბანაკში, რასაც თითოეული წარმოთქვამს, ერთი ადამიანის წინამძღოლობითა და სახელით არის ნათქვამი. რაც შეგვეხება ჩვენ, როგორც უნდა ვეცადოთ, არ შეგვიძლია გამოვარჩიოთ რამე თანაბრად ღირებულ აზრთა ასეთი სიმრავლიდან. ღატაკს ჩვევია ითვალოს ფარა. საითაც უნდა მიმართო მზერა, ყველგან აღმოაჩენ ისეთს, რაც თვალში ცაცემი იქნებოდა, მათ ირგვლივ ყველაფერი ერთნაირად კარგი რომ არ იყოს. ამიტომ ნუ დაიმედდები, რომ მალე შეგეძლება იგებო დიდი ადამიანების ნიჭის ნაყოფი. საჭიროა მათი ერთიანად მოძიება, მთლიანის შესწავლა. აქ ყველაფერი საქმის მიხედვითაა, თითოეული ხაზი ისია შეწნული მეორესთან, რომ შეუძლებელია რამის მოკლება მთლიანის დაურღვევლად. და მაინც, მე არ გიკრძალავ, გადახედო ცალკეულ ნაკვთებს, თუ კი მთლიანი ადამიანის ნაწილებად განიხილავ. ლამაზი ის კი არ არის, ვისაც ხელს ან ფეხს უქებენ, არამედ ის, ვისი მთლიანი იერინებას არ გაძლევს, აღტაცებული იყო ცალკეული ნაკვთებით. თუ მაინც დაჟინებით ითხოვ, მე არ ვიძუნწებ, არამედ გულუხვად დაგასაჩუქრებ. გამონათქვამთა რიცხვი უთვალავია, ისინი უხვადაა მიმოფანტული. საჭიროა არა მათი ამორჩევა, არამედ შეგროვება.
ისინი წვეთწვეთობით კი არ მოჟონავს, არამედ უწყვეტ ნაკადად მოედინება. უეჭველია მრავალ სარგებელს მოუტანს გაუწაფავს, კარს მიღმა მსმენელს, რადგან ცალკეული აზრები ადვილად ამახსოვრდებათ, როცა ისინი მონიშნული და შემოსაზღვრულია, როგორც ლექსის სტრიქონები. ამიტომ ყმაწვილებს ხშირად ვაძლევთ საზეპიროდ გამონათქვამებსა და იმას, რასაც ბერძნები ხრიას უწოდებენ. ის ადვილად შეიძლება აღიქვას ბავშვურმა სულმა, რომელსაც მეტი სათვისება ჯერ არ შეუძლია, თუმცა წარმატებას მიღწეული კაცისათვის სამარცხვინოა სიტყვა კაცმულობას გამოედევნოს, დაეყრდნოს ცოტაოდენ და უცნობილეს გამონათქვამებს და დამახსოვრებული სიმედად იყოს. დაე საკუთარ ფეხზე დადგეს, დაე თვითონ ილაპარაკოს და არა სხვისი დაიზეპიროს. მოხუცისა და ხანში შესულისთვის სათაკილოა სხვათა ჩანაწერებიდან ცოდნის შეძენა. ასე თქვა ზენომ, შენ თვითონ, ეს კი კლიანთოსის ნათქვამია. მაგრამ შენ, სხვისი ბრძანებით როდემდე ივლი, თავად ისარდლე, თქვი რაღაც, რაც ხსოვნას გადაეცემა. ჩემი აზრით, ყველა ეს ადამიანი არა შემოქმედი, არამედ განმარტებელია, სხვის ჩრდილს ამოფარებული. კეთილშობილების ნატამალიც რომ არა აქვს, რადგან ვერასოდეს გაბედა ექმნა ის, რასაც ასე დიდხანს სწავლობდა. მათ გონება მომართეს სხვათა სიტყვების დასამახსოვრებლად, მაგრამ ერთია გახსოვდეს, მეორე იცოდე. გახსოვდეს ნიშნავს მეხსიერებას მინდობილი დაიცვა, ხოლო იცოდე, პირიქით, ნიშნავს ეს ყოველივე შენად აქციო. ნიმუშზე არ იყო დამოკიდებული და წამდაუწუმ მასწავლებლისკენ არ იხედებოდე. ზენომ თქვა ის, კლიანთოსმა თქვა ეს, და იყოს რაღაც მანძილი შენსა და წიგ შორის. როდემდე უნდა იყო მოსწავლე, ამიერიდან ასწავლე კიდეც. რად მინდა იმის მოსმენა, იკითხავს მავანი, რის წაკითხვა თავადაც შემიძლია. ცოცხალი ხმა დიდი საქმეა. მიიღებს პასუხად. მაგრამ არა ის, გადამწერთა დარად სხვის სიტყვებს რომ იმეორებს. ესეც დაამატე. ისინი, ვინც არ არის საკუთარი თავის ბატონ პატრონი, თავიანთ წინამორბედებს კვალდაკვალ მიჰყვებიან ჯერ ისეთ საკითხებში, რომლებსაც ყველამ უკვე ზურგი აქცია და მერე იმ საკითხებში, რომლებსაც ჯერ მხოლოდ ეძებენ და ვერასოდეს მოიძებნება, თუ ნაპოვნით წინასწარ დავკმაყოფილდებით. გარდა ამისა, სხვის კვალდაკვალ მიმავალი ვერაფერს აღმოაჩენს იმიტომ, რომ არ ეძიებს. როგორ? წინამორბედთა ნატერფალზე არ უდავიარო? ნამდვილად გამოვიყენებ ძველ გზას, მაგრამ თუ კი სხვას ვიპოვი, უფრო მოკლეს ადასწორს, მას გავყვები. ისინი, ვინც ეს ყველაფერი ჩვენამდე დაინახა, ჩვენი ბატონები კი არ არიან, არამედ წინამძღოლები. ჭეშმარიტება ხსნილია ყველასათვის, მას ვერავინ დაეპატრონება. მისი დიდი წილი შთამომავლობასაც დარჩება. იყავი კარგად. წერილი 38. სენეკა მიესალმება ლუცილიუსს. მართებულად ითხოვ, რომ მოვუხშიროთ ერთმანეთთან მიმოწერას. მეტად სასარგებლოა სჯაბაასი, რადგან გონება მას მისხალ შეითვისებს. წინასწარ მომზადებულ და მსმენელის წინაშე წარმოსათქმელ სიტყვაში ხმაური მეტია, გულითადობა მცირე. ფილოსოფია კეთილი რჩევაა, ხოლო რჩევა დარიგებას ხმამაღლა არავინ გაიძახის. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ჩვენც უნდა მივმართოთ ამგვარ, დავარქვათ ასე, საჯაროობას, როცა ვინმე ყოყმანობს და ბიძგი სჭირდება. მაგრამ როცა მიზანი ის კი არ არის, მავან სწავლის სურვილი გაუჩნდეს, არამედ ის, რომ ისწავლოს, მაშინ შედარებით მოკრძალებულ სიტყვებს უნდა მოვუხმოთ. უფრო ადვილია მათი ათვისება და დამახსოვრება, რადგან სიტყვა გვჭირდება არა ხვავრიელი, არამედ შედეგიანი. სიტყვებით თესლის მსგავსად უნდა მიმოიბნეს. რაოდენ პატარაც უნდა იყოს თესლი, შესაფერის ნიადაგში თუ კი მოხვდა, თავის შესაძლებლობებს ავლენს და გაღვივებული უმცირესიდან უდიდესში გადაიზრდება. გონიერებაც ასია, თუ დააკვირდები, არც ისე დიდია, მაგრამ გარჯისას იზრდება. ცოტა რა მითქმება, თუმცა გონება ნათქვამს, თუ კარგად შეითვისებს, აზავდება და ძალას მოიკრებს. იმას ვამბობ, რომ რჩევა დარიგებაც თესლეულის მსგავსად მოქმედებს. მას, პაწაწინას, ბევრი შეუძლია.
ოღონდ როგორც ვთქვი, შესაფერისმა გონებამ უნდა მიიღოს და შეითვისოს. მაშინ გონება თავადაც გამოიღებს ნაყოფს და გასცემს იმაზე მეტს, ვიდრე მიიღო. იყავი კარგად.